შენ თქვი გოგამზად რო იქნება. ჩათვალემზად არა. რაშვები. ეს თქვენ დაწყისია ეგეთი მართლა? არა, მიგონებთ. სემპლინგზე არ გიჩვილა. აუ, შეიძლება ესე მოკლე რა არ მგონია. მართლა შეჭმა ეს მოგვიდაო სემპლზე. ვაუ, აღარ ვიხმარ, რამ ჩამიწერე ჩემი წინა ეპიზოდებში ნაბაზრი ტექსტები. აუ, მიყარე რომ აღარ ვიმეორებდი. შენ რო ოხრაო იმეებს ჩაგიწერ. გავაკეთოთ? გოგამ გააკეთა მონტაჟი ეს რო ოხრავს. რაც ამოჭრილია ხოლმე. უნდა გავუშვათ ეგეთ ხო? წლის ბოლოს. ესე აკეთებს ხოლმე და სულ უჭრით მაგას და გოგამ გააკეთა კომპილაცია და სულ ეგ არის. რატო ოხრავ? რავი, მე ხო ხერი ვარ. როგორ ხარ მოყევი შენით სანამ მკითხე მე თვითონ. და მე მოკრა. რავი, კარგად რა. არა მიშავს წეღან როგორც ლაპარაკობდით. რო ჩამოხვედი ახლა ეგეც თქვი. ხო, ხა და რამდენი ხანია გელოდებით. ეხა ვარ ძირითადად ნიდერლანდებში 1-4 წელია და ჩამოვდივარ ხოლმე. შენ მეორეჯერ ჩააბარეთ, დაამთავრე ჩააბარე რამეზე კიდე? არა, დავამთავრე მასტერი. და მე რაღაც პროექტების კეთება დავიწყე და გავჩერდი. ეხა სწავლა აღარ არის? არა, მორჩი სწავლა. სწავლა. ეხა არტისტ ვიზა გავიხანგრძლევა. მუსიკა და ტექნოლოგიები ეგრე რქვა რა. მუსიკა და ტექნოლოგიები. ანუ რამე ისეთი და მე ირჩევდი რაღაც ტექნოლოგიებში რა იგულისხმება ეგ მაინტერესებს. აი, ყველაფერი მაგალითად შენი რაღაც პროექტის გაკეთება რო გინდა, თან სამაგისტრო რადგან იყო. აი, როგორ ტექნიკურად როგორ აწყო თუნდაც ეგ რა. ანუ მარტო კომპოზიცია არ იყო. ეხლავე მეგობრები არ დაგვაუწყდეს, იმიტომ რომ ის არის გავწდებით ესე ჭორაობაში. ძალიან ბეცონი ჩვენი მეგობარი. ბეცონ სპორტი, ჰერიო, ქართული წარმოების დინამიკები, ასევე სასმელი ჩვენი ფორსვუდი, შოტლანდიური ვისკი, რომელიც ვისკის სახში და ალკორიუმშია. და ვეიპორიამ კლავ არ არის ჩვენი სპონსორი. კლავ არ არის. მაგრამ შეგიძლიათ აიღოთ სტიკერები ვეიპორიაში. ხო, არა, აღარავინ აღარ ედავება ვეიპორიას იმაში, რომ ჩვენი სპონსორი გასაგები მიზეზების გამო არ შეუძლიათ. რეგულაცია აქვს ეგეთი. მაგრამ გვეხმარებიან ძალიან ბევრ რაღაცაში ისე კარგად რა, ანუ აი რაღაცა ჩვენ გავხანი არ ყოფილა ჩვენი სპონსორი, დღეს არის გახუნებული შავი მაისური ჩვენი სპონსორი. ერთნაირი გვაცვია, ხო თან? მაისური ვიყიდე და ამას ნაკოლი მივეცი, რომ მეთქი იქ არის, ცოტა გახუნებული გვევასება რა და წავიდა. ხლად ერთნაირი მაისური. მე შემდგომ წახვალ დაგაბარებთ ხოლმე მაისურს. მეორე და გავაგრძელოთ. ხო და მუსიკის ტექნოლოგია, ანუ ტექნიკურად როგორ გამართო, ანუ აი კომუტაციაზეა ლაპარაკი, გამორთე რა. ისეთი ისინი თქონდა რა ლექციები მაგალითად მოდულარზე. უნდა რომ იყოს ანუ არ არის მხოლოდ კომპოზიცია რა არის რა. აუ, მოდულარი იცი? აი ვერ უმეგობრობ დიდად მოუთმენელი. როგორ მეშინია იცი მოდულარი? არა, არ მეშინია, მაგრამ აი ეგ სიმშვიდე რაც ჭირდება მაგას რომ აი ერთ საუნდამდე მიხვიდე, მე ძალიან მალე მჭირდება რომ ეგ მეშინია მაგას გულისხმობ, რომ ანუ აი მან შესვლის ცოტა ჩემთვის არის აი იმდენად კომპლექსური, რომ მან შესვლა არ მინდა. იმიტომ რომ როგორ ვარ იცი, აი საუნდს რო ვეძებ პირველი ოდნავ მივახლოვებული საუნდი იმასთან, რასაც ვეძებ და всё, მოვჭი ძებნას. ხო. მაგით ვიწყებ კეთებას, რომ აი რაღაცა ერთი საუნდი რომ მომეწონებ. ხო, იმიტომ მე მაგას ესა. ლიჟბი ამოვხედქო რაღაც, აი სათქმელი რომ აქ მუსიკალურად რა. რა შეიძლება მალე უნდა გავცე რა. ხო, ანუ რაღაცები დამირეკორდინგები და მე გამომიყენებია. თქვათ აი მეორე დღეს რომ მაგას ამოიღებ, მაგრამ აი ერთი დღე რომ თან ანუ ლაივს არ დავუკრავდი. ანუ ალბათ ბევრთან ერთად კი, მაგრამ მარტო არ დავუკრავდი რა. აი ეგრე ნელი განვითარების ის არ მაქვს რა ლაივის დროს. თან აი ხა ცოტა ესეთ რაღაცას ვიტყვი შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ჩისტა მუსიკალურად რო შეხედო, რასაც ყველაზე ალბათ ვერ იტყვი, მაგრამ რაც კეთდება ძირითადად. რო ჩამოაშორო პროცესი მუსიკალურად, ჩემს არ არის საინტერესო. ხები? ეგ არის გასართობი იმ ადამიანისთვის, ვინც ამას აკეთებს მოდულარში. ხო. ეგ ჩემი პირადი აზრია. აი გაჩნია ალბათ საუნდ არტისტი რო ხარ, მანუ მაგის მუღამი რო გაქვს, რომ კონკრეტული ერთი საუნდი შექმნა, ალბათ ძალიან დიდი ის არის. შთაგონება მაგ დროს, მაგრამ მეც ეგრე ვარ, რომ ვიწყებ რაღაცის კეთებას, პირველი ის მჭირდება სწრაფად რა იმპაქტი, თორე ვერ ვითმენ. მაგრამ მოსმენა მიყვარს, თან გააჩნია მოდულარი ძალიან ბევრია ხოლმე იმ მოსაბეზრებელი ლაივები. აი მე დავდივარ მოდულარ ლაივებზე, გააჩნია და მე უცებ გავარდებ ხოლმე რაღაც ძალიან კაი და დიდი ის უნდა რა. მოთმინება.
ხო და შრომა რა მაგის მაგლაივის მომზადებას მაგიტო ხო სმენელსაც ის კაი და თავკატივს წორ მაგ ხალხს იმიტომ რომ ეგენი გვიმზადებენ მე საუნდებს და მაგიტო კი ჩვენ მეგობრებს ელაპა გუშინ ქონდათ რაღაც ლაივი კი გუშინ ქონდათ ლევანს არა ესე გამიზნოთ ჩვენ მეგობრებზე არ მithქონს არა მესმის კაცს პირიქით ძალიან მომწონს ლევანიასაც აკეთებს ასე ანუ ლევანისზე არა ლევანისზე არ მიგულისხმია გამანებე თავი ბიჭო ხა ნუ მაჩხუბებ მეგობრებთან ბავშვი ეგ არ მიგულისხმია ნავი ათრიეს რა ნავი ახოხიალეს გუშინ ნავი ახოხიალეს იცი ეგ ნავის ფონტი არა აქ ბევრჯერ მაქვს მოყოლილი მაგრამ მოყვები შენთანაც მე აი მოყვები ვისთან ერთად ვიყავი თუ რა თქმა უნდა იცის მე დედა და ვაჟიკო ვიყავით ზღვაზე ბათუმში რა და წევართ აი რაღაც ისეთ პლაჟზე აღმოჩნდით ხალხი არ არის და სიჩუმე არის და წამოწოლები ვარ და უცებ რაღაც ხმაური ატყდა რაღაც ხმაური გაიჩნდა და ერთ-ერთმა წამოყო თავი რომ უარა მაგარი ტრეკი ჩაირთეო და ვიღაცა ნავს მოაჩოჩებდა ეტე იქნება პრობლემა დიდი ალბათობით ხო ხო და იმის მერე რა წადი რა ნავი გააჩოჩე არ გამიკვირდა შინაჩოჩიალეს ბევრმა ერთად ეტეც უკრავდა გუშინ კი მეგონი კი გუშინ ბევრნი უკრავდნენ კი საკმაოდ დიდი ამ ყველაფერს უნდა მოვაყოლო რომ ტეტე ძალიან მიყვარხარ ანუ ხუმრობთ ტეტესთან ერთად დაკვრა ძალიან მიყვარს მე მგონი იმდენჯერ მოვყევით ეგ ისტორია გაიგო და არ მოდის ახლა შეჭ უთხარით და არ მოდის არა მოდის ერთხელ უთხარით და აი ხა გავიყვი ეხა მოვედი სახშიო ოღონდ იყო შუადღე ნაგულავები იყო და ნუ გადავდეთ ორჯერაც იყო მარტო ერთხელ არ იყო თუინა გავაგრძელოთ ეხა შენი ყოფნის პერიოდი კარგად რომ გამოვწუროთ და მე თან კიდევ უფრო საინტერესოა ხოლმე საიდან მოვდივართ კავშირში რაღაცებთან და რატო გვინდება მუსიკასთან ესე კაი თუინა პირდაპირაც ვიცი იმას რომ თავიდან კლავიშით დაიწყე ხო ფორტეპიანოზე უკრავდი სამ სკოლაში მივედი და პატარა სკოლამდე ხდება და მაგიტო ვისწავლე წერა-კითხვა ჩემი დავიწყე რომ სოლფეჯიოს ვერ ვიგებდი და იქ კარნახით რაღაცებს ხო გაწერინებენ გაკვეთილებს და საშინლად წერდი ხო და რატო მოხდა ეგრე ვინმე სახლში ბაბუაჩემმა ანუ 3-4 წლის ვიყავი და დავიწყე და ფორტეპიანო მქონდა სახლში დაკვრა და მე ბაბუაჩემმა თქვა რომ მივიყვანოთ და იცი როგორ მივედი ფორტეპიანოზე ის კი არ ნოტები მესწავლა რომ აი რაღაც ქართული სიმღერები და მესწავლა რა. ეს რაღაც აკომპანიატორი. ხო, აი მარტო რაღაც ეგეთები და მე ეს გადაიზარდა იმის რომ ჩვეულებრივ გაკვეთილებიც მქონდა და ზოგადად ძალიან კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი და მაგიტო რაღაც ის მქონდა რომ ეხლა უნდა ვისწავლო წერა-კითხვა რომ იქ არ ჩამოვრჩე კლასს თუ რაღაც ეგეთ და დიდად არ მიყვარდა რა ფორტეპიანო მაგიტო. რომ აი ეს სოლფეჯიოს ნაწილი არ მიყვარდა რა, იმან რომ მეწერა, მე არ გამომდიოდა ეს კარნახი. ეს ყარს იმას გავს მათემატიკას რეალურად. თან თავიდან რომ მასწავლებლთან ვიყავი ცოტა მკაცრი იყო, მე რო გადავედი პირიქით ძალაღი და რაღაცა ანუ იქამ ისე მივედი ფორტეპიანოზე რომ აი ვუკრავდი სულ რაღაცებს ვიგონებდი, მაგრამ ანუ ნოტები, აი გამოცდები იყო საშინელო, ანუ ვიზეპირებდი რა ყველა გამოცდას და გამოცდებს ზეპირად ვუკრავდი. მეც ეგრე ვიყავი ზუსტად. რა თქმა უნდა შეცდომებს ალბათ ვუშვებდი, მაგრამ ეგრე რა. მის მინდა სკოლაში შეიძლება ესე 7 წლით შესვლა, არა რაღაცა. ანუ სამუსიკო სკოლაში მივედი. ან ალბათ ხარაგაულში იყო, მაგიტო რაღაცა. ვიღაცას უთხრა და ეგეც მოყვეთ მე ხარაგაულზე რა. იქა რეალობა. ხო. მან გავიზარდა სკოლაში, მან დავდიოდა. ხო, სიგიჟე არის. ბექაც ხო იქ ბექა გუჩეშვილის დამოწდა რომელი რაიონიდან არის? კახეთის, მაგრამ რომელი ხო მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. და მაგანაც ხო იქ ესე ზუსტად 3-4 წელს კახეთში უკრავდა ჯიგარი. და ვინმე გასწავლიდა თუ აი შენთან დაჯექი და მიხვდნენ რომ გაინტერესებს? ხო, ანუ ფორტეპიანო სახლში ვქონდა, სულ მან ქონდა მაგის ინტერესა და მეკრა რა. რაღაცებს ვიგონებდი და მე ალბათ ბაბუაჩემ შეამჩნია, მივიყვანოთ, იმიტომ რომ მე ვიზდავდი ბებიჩემ და ბაბუაჩემთან რა. ჩემი შვილები იყო ძალიან ახალგაზრდები და აქეთ იყვნენ თბილისში. და რომ მიმიყვანეს, ეგ ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ მიყვარდა მუსიკა, მაგრამ ნუ ეგ ცუდი ნაწილი იყო, რომ აი არ მაინტერესებდა რა და ვერ ვიგებდი კლასიკურ მუსიკას ზოგადად, ანუ არ მაინტერესებდა რა. და მე ანუ სკოლაც იქვე იყო, ანუ პატარა ქალაქში ეგრეა ყველაფერი რა და ჯერ მივედი იქ, მე სკოლაში მივედი. და 7 წლები ბოლომდე სრულად. საერთოდ 10 წლები მინდა რომ გამეგრძელებინა რა. და მე იქ რაღაცა პატარა დრამები მოხდა, რომ ანუ როგორც ჩანს ვოკალიც მაინტერესებდა. იყო ორი სამუსიკო სკოლა, ვოკალზე მივედი მეორეს, ეხლა მოისმენ და ვინმე მოისმენს. ძალიან გაბრაზდებიან მასწავლებელი.
და ამ სამუსიკო სკოლაში მივედი და აქეთ რო ფორტეპიანოზე დავდიოდი. ეს არ მოეწონა ამ სკოლებს რა. და ორივეიდან გამოვედი ბოლოს რა. იმიტომ რომ ძალიან დავიძაბე რომ რაღაც ერთმანეთში ჩხუბი ხდებოდა და დავანებე მუსიკას თავი. და წამოხვედი თბილისში. რაღაც დროში. არა, ანუ სკოლა დავამთავრე ხარაგაულში, უბრალოდ მუსიკას მოვწყდი. შენს გამო სკოლებმა დაცხეს გარეშე. ხო, ოღონდ ანუ რაღაც ანუ ეს ჩემ გამო არა ხდებოდა რა ეგეთ რაღაცები. ჩვენობდნენ. ერთმანეთს. აი პატარა იმაში კიდე უფრო ეს არის. ანუ ეს მიატოვე უცბად ისე რომ გინდოდა თან შენ უამი ქონა და ალბათ ეგეთი ასაკიც იყო რომ ეხლა რაღაც სწავლაზე უნდა გადავერთო და სერიოზული არ არის ეს ალბათ და თან უკვე ისეთ ასაკში ხარ რომ აღარ გინდა რომ ეგეთი რაღაც მოხდეს რომ ვიღაცები ერთმანეთს ჭხოვენ. მაგ პერიოდში დავდიოდი ხალხურ სიმღერებზეც ეკლესიაში ვგალობდი რაღაც ასაკამდე. და ანუ სულ მქონა მუსიკასთან შეხება. მე რაღაც მოვწყდი ამას და გადავედი ცეკვას. ძირითადად რა. შენ ცეკვები მაქონა ნახე. აღარ ჩემთვის რაღაცა ცეკვა. სად ნახე? სტორებში. ცეკვა მიყვარდა და რაღაც პატარა ჯგუფი შევქმენი. ჯეწობა რო გიყო. ანუ ხო ვერ მიხვდები ხა რა? არა ხო ხალხში ვერ ცეკვა ესე. რა სახის ცეკვები? რაღაც street dance რაც არის ეგეთ რაღაცები მიყვარდა ბავშვობაში და ან პირველი მიქსიც მაგიტო გავაკეთე. რა რაღაც პატარა ცეკვის ჯგუფი მქონდა ამ ქალაქში, ხარაგაულში და ჩემი მეგობრები ძირითადად უფრო პატარები დადიოდნენ, თან დიდი სახლი მქონდა ეზოთი და რაღაც ძველი ცენტრი მქონდა. და Windows Movie Maker-ში ვაკეთებდი რაღაც ვაბავდი რა ტრეკებს რა რომ მთელი რაღაც ეს 40 წუთიანი 40 ალბათ ბევრია უფრო ნაკლები რაღაც საცეკვაო ის ქონდა დადგმული და ნუ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც smooth გადასულიყო ერთმანეთში ტრეკები და ან mixtape-ებს აკეთე ხო? პირველი ეგრე დავიწყე რა ცეკვისთვის მინდოდა რომ mixtape-ი გამეკეთებინე. მე მაგას ვაკეთებდით რაღაც ასაკამდე სანამ უფრო კომპლექსები დამეწყო რაღაცა ცეკვა ქუჩაში და კალათფურთის მოედანს და რაღაცები და მე მაგასაც შევეშვი და გადავერთე სწავლაზე. რაღაცნაირად ესე რომ მეთქი ახლა უნდა მივდივარ თბილისში და ჩავაბარო კარგად კარგ უნივერსიტეტში. ოღონდ არ ვიცოდი რა მინდოდა. სულ ვიცოდი რომ ეს ხელოვნებასთან მქონდა შეხება, მაგრამ რაღაც ეგეთი ის მაგალითი არ მქონია რა. წარმოგიდგინა აი მე მაგალითად მქონდა რომ თინეიჯერი რო ვიყავი, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რომ მეგონა რომ გავიცდები რაღაცა პროფესიას შევიძენ და ნუ გიტარაზეც დაუკრავი ვერ წარმომედგინა რომ შეიძლება მუსიკოსი ვიყო ანუ ჩემი პროფესია ეგრო იყოს რა წარმოუდგენელი იყო ხო და შენ მქონდა სულ ეგის მქონდა რომ ვერ პოულობდი ანუ თითქოს რაღაც მინდოდა რომ დამეწერა მუსიკა და რაღაც გამეკეთებინა მაგრამ ვერ პოულობდი ფორმას იმიტომ რომ ეს ფორტეპიანო ეგრე ძალიან არ მიზიდავდა რომ მარტო ამაზე მეკეთებინა მე გიტარაზეც მივედი მაგრამ ეგ ინსტრუმენტი ვერ დავუახლოვდი რა გიტარას ვერაფრით რაღაც ფოლკლორულ ინსტრუმენტებთან თქვენია ბავშვობაში შეხება, მაგრამ ნუ მაგით არც მიფიქრე რომ რაღაც უნდა დამეწერა. და მე მახსოვს უკვე აი ჩაბარების პერიოდი იყო, რომ აი ცოტა რომ რაღაც ინფორმირებული ხდები, რომ აი ელექტრონული მუსიკა რა არის და საერთოდ კეთება თუ შეიძლება ამის, იმიტომ რომ ეხა თბილისში რო იზრდები, ალბათ კიდე უფრო ის გაქ რა. ეხა რომ აი აქ თქვენთანაც რო უყურებ ხომ პოდკასტში რომ რაღაცებს ძველ ამბებს ყვებიან კლუბებზე რაღაცებს, ანუ ამის ინფორმაციაც არ მქონია რა. ხა და მაგიტო ეგეთი ის გაქ რომ არის საერთოდ რას ნიშნავს ეს ციფრული მუსიკა თუ რაღაც და აი პირველად იყო ალბათ მე-11 და მე-12 კლასში რო გავიგე რომ ის კი არა დიჯეინგი შემიძლია დავწერო რაღაც რა და არა რაღაც mixtape და პროსა სელექცია რო გავაკეთე. ეგ რომელი წელია დაახლოებით რომ ეგ იქნება გვიანია უკვე, მაგრამ ნუ აი ჩემთვის არ იყო ეგ 2014. ოკეი. რო აი რაღაც და უკვე დავიწყე ხარაგაულიდან ძებნა რომ რა ხდება რა არის თბილისში ეგეთი რომ ეგეთი ანუ კი უნდა ჩავაბარო უნივერსიტეტში მაგრამ აი უკვე ვიცოდი რომ ჩავაბარებ მაგრამ არ მაინტერესებს სადაც ჩავაბარებ თუ რაღაც ეგეთი ჩავაბარე თავისუფალში მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერება მე დაახლოებით ეგეთ რაღაცას სახელმწიფო მართვის მოხდე ზუსტად და ხალხს გქონია რომ რაღაც ის ანუ ადამიანს გავსის რაღაცები არ მისწავლე და მე ჩაყევი სადღაცამდე თუ არა დავამთავრე ან ძალიან ის ვარ ფოკუსირებული ან მიტოვება ეს არ შემილია ხო დაიწყებ უნდა მივიყვანო და რაღაც ხო მაგის გამო არავის ვატკენდი გულს რომ არ დამთ ხო ცოტა წვალებით რა იმიტომ რომ უკვე CS-ში დავდიოდი ანუ პირველივე კურსზე ვიპოვე CS-ი რა უსა ნიკასთან მოხდი ჯერ მივედი Ableton-ის კურსზე ნიკასთან ნიკუშასთან ჭავჭავაძეს ცნობ ხო მაგასთან იმიტომ რომ უკვე ვიცოდი რაღაც კეთება მინდა და მეთქი პროგრამა უნდა ვისწავლო თქო რა
და ძალიან კაი მასწავლებელი აღმოჩნდა. ან როგორც კი რაღაც ერთ-ერთ თვეში პროგრამა ვისწავლე, უკვე დავიწყე რაღაცების კეთება ჩემთვის, წერა რა. და მე მალევე მივაბი ნიკატოს. და გვაჯიც და ყველაფერი და. გვაჯიც ყველაფერი გამოვლილი, ანუ მაგას ვაგრძელებდი უნივერსიტეტის პარალელურად. უნივერსიტეტში სულ რაღაც შუაში ვიჯექი სულ ყურს ასმენით რა. მაგიტო აი დღემდე კურსებთან ჩემი ახლო მეგობრების გარდა ის არ მქონია ძალიან ესე ახლო შეხება, იმიტომ რომ სულ ჩემთვის ვიჯექი რა. ანუ CS-დან გაიჭდი community-ში, ხო? კი. ანუ CS ძალიან დამიხმარ, საერთოდ რომ ხალხიც გამეცნო რა, სიმართლე რო ვთქვათ. ხო, იმიტომ რომ ეხლა ვაზღარ რო ჩამოდიხარ, ახალი ქალაქია, მუსიკოსები სად უნდა ნახო და CS-ი იდეალური. ხო, ვინც არის CES არის Creative Education School to Studio არის, სტუდიო არის, ფაბრიკაში სკოლა არის, სხვადასხვა კურსები არის, ხარშოს ერთხელ ორჯერ პირველი ლექტორი ვიყავი მე ვაფშე. ხო, აი ძველშიც იყავი. ძველში პირველში, ანუ საერთოდ რო გაიხსნა, ის იყო რა ქვია, რა მე და გვაჯი ვიყავით ორი ლექტორი. ხო, ეგ სად იყო ფალიაშვილზე იყო. არა, რამიშვილს. ზურთან უკან. მე მან დარვა ნაყოფ, მაგრამ ხო ნინო რამიშვილის ქუჩაზე. ხო და ეგ ძალიან მაგარია რა. ეხლა სულ უბრუნდები ხოლმე, ეხლა ნიკა და ტუსამ დამპატიჟეს კოლაბის კურსი აქვს. ხო, მეც ვიყავი ადრე მაგ კურსში. ხო და დამპატიჟეს რაღაც დაიწყეს რომ მოწვეული სტუმარიც ყავს ხოლმე სპონტი გაჩნდა, მე ვარ ეს მოწვეული სტუმარი და მაგარი საინტერესო დღეს მოიწერე სია, ვინ ვისთან რას აკეთებს. და ეგ ის არის if strangers რო ქონათ ადრეგითი ხო ხო ეგ არის აი ძალიან კაი მაგრამ ცოტა შეიძლება დაიძაბოს ახლა შენ რო ხალხი არა თუ არა არ ვიცი რა ნიკაზე უშაზე თუ არ იძაბებიან ჩემს ეგეც არის ხო ისე ცხა ჩართული მართალი ხარ ხო მაგრამ ისინი მაინც პედაგოგები არიან ლექტორები მაგრამ კაი მე იდიოტი ვარ რა მოხდა ნუ ეგრე უნდა მიაწოდო თავი რომ არ დაიძაბო მაგრამ პირიქით კაია ხო ხო და მაგ გაიცანი ნაზი კიდე გვანცა ვიღაცები შენ დროს თუ სხვადასხვა პერიოდებში გიწევთ აი მე რომ მივედი CS-ში 2016 წელი იყო მგონი 17 მაშინ ანუ ჩემ ჯგუფში არ იყვნენ დიდად რა გოგოები და რაღაც და მე ანუ მაგის შემდეგი ჯგუფი იყო უკვე ბევრი რა აი მაგიტომ მე გავუჩნდა თქვენი ნიკოტუსას ეგ Sleepers Poets and idea რომ აი უკვე ბევრმა მოიყარა თავი და მე მეც მაგათთან ერთად გამოვედი ხო აი მე პირველად შენ გნახე თეატრში იყო სოლოლაკში ლაივი რაღაცა ხო Sleepers Poets იყო ხო მანდ და მახსოვს даже გითხარი კიდევ იმიტომ რომ აი აღთოვანებული ვიყავი კონკრეტულად შენით ძალიან მომეწონა შენი პერფორმანსი მე მახსოვს რომ რუსთაველის თეატრშიც ვნახეთ ჩვენ ერთმანეთი აი ზუსტად ლევანი აკეთებდა მგონი რაღაცას შანშიაში შეიძლება ხო sound wave თუ რა აი რაღაცა მაგრამ მან გნახე პირველად რა გნახე ანუ მოგისმინე შეიძლება იქვე კომუნიკაცია არ ქონია მაგრამ show საუთ თუ რაღაც რა ცოტა თეატრალური იყო ხო და თან პრემიერა ქონდა ალბომის ოღონდ ცოტა აი დადგმასავით გააკეთა ნიკამ რა რაღაცნაირად აბა ნიკა აჩაი ის რა ქვია მე და მე თეატრთან როგორ შეკავშირდი თეატრს დაუკავე. ძალიან საყოველთაო რა, ის ღია სივრცის პერიოდში რომ ღია სივრცეში დათვთან ერთად აკეთებდა რაღაცებს ანუ სპექტაკლისთვის და ჩვენი სპექტაკლი შენი გაკეთებული ანლავით. ხო. და შემთხვევით მე შენ და დათო მოხვდით კოლაფში იმის. ეხლა ცხოვრ Spotify-ში ანლავით შენი გაკეთებულია. ო, ძალიან მაგარი. ხო, მე და დათო მუშაობდით მაგას. მე აი დათოსაც და შენს შემი კომპლიმენტი, იმიტომ რომ იქ რო ვიჯექი ხა მე ხო ტექნიკურად ხვდები რა არის საჭირო იმისთვის რომ გააკეთო და სპექტაკლი ხო მაგარია, მაგრამ მუსიკაზე ფიქრობ რომ ეს როგორ ანუ პროსტ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული რა. ვატყობ რა. დათო ხორბალაძის ანალოგია ლაპარაკი ხალხისთვის. და დათომ დამაკავშირე თეატრს. დათომ ანუ დამაკავშირე მამიდა ჩემი რეჟისორი ზოგადად ხარაგალში და სულ მქონა თეატრთან კავშირი ბავშვობაში. ესე დაკავშირე. ანუ ესე მიყვარდა რა ძალიან და სულ ვერთვებოდი რაღაცებში, მაგრამ ესე მუსიკალურად დათო ხორბალაძემ დამაკავშირე, იმიტომ რომ მახსოვს რომ ფაბრიკაში დამიბარა ერთხელ, გამიზიარა თავისი ახალი, კი ძალიან მშვიდად. თავიდან დავიბენი მეთქი რომ, იმიტომ რომ ძალიან არ მქონდა ესე მთლად რაღაცები დაწყებული. აი ეგ იყო მარტო ჩავლილი Sleepers Poets and-ის და
ამან დავიწყეთ და დავიწყეთ. საოცარი კაცია და სივრცეც საოცრება კი, ძალიან მიყვარს მე დათოსთან მუშაობა. ძალიან ვიждები მართლა, აი მგონია რომ ის ვიპოვნე რა ქვია, ჩემი შემდეგ თუ კიდე თეატრში შემოვრჩი. და ზოგადად იდეას როგორც გაძლევს, როგორ იმუშაო მუსიკაზე. ეგ არის ძალიან კარგი. ყველაფერში ალბათ მუსიკაში არ ვიცი როგორ შვება, მაგრამ აი ხაი მე როგორც მომიდგა თქვა ახალი ადამიანი საერთოდ არ ვიცნობდი და აი როგორც მომაწოდა ეს ყველაფერი დავთანხმ ძალიან საოცარი კაცი. კი და ყველა მიყვარს ვინც მაგ არის. მაგ ტერიტორიაზე საერთოდ. ხო და შენ იმათთან არ გიმუშავია თუ იქ აი დათოს პირველ სპექტაკლში იყო გვანცა და უკვე მან თქონდა შეხება თავიდანვე გავგიჟდი გვანცას ხმაზე. ხო, შენ არ გეცოდნა მე თქვი გვანცა ვინ არის? გვანცა ინუქიძეზე გლაბარაკი. გაბისკირია მე ვიცი. ხო. ისა რა ქვია? პირველი ანუ ამის ტრილოგიის პირველ ნაწილზეა ლავის ლაპარაკი თუ კიდე სხვა სპექტაკლი? ტრილოგიის ნაწილი არ იყო, მანამდე იყო გახეთქილი ყვა. გახეთქილი ყვა ვიცი. და ძალიან გრძელი და აი მუსიკით სავსე სპექტაკლი იყო, ანუ მან ხო მე ვერ მოისწრებ ჩანაწერი მაქვს ნანა. ხო. და თან ბევრჯერ არ გვითამაშია ეგ. დართული იყო ეგ სპექტაკლი კომპლექსური და მან გავიცანი გვანცას და გავგიჟდი გვანცას ხმაზე და ხო გაქვთ რაღაცები საერთოდ და ძალიან საყვარელი არის. ის რაღაც YouTube-ზე ზდევს ქართული. კი, ლაღიძის ის რო გავაკეთე. ხო, ძალიან ლამაზი, ძალიან. ხო, ძალიან ლამაზი. აუ, თეატრზე პატარა გადახვევები და გავაკეთე რა. თეატრზე გამახსენდა ჰარაკი. და შევწუხდი ცოტა რომ ხალხს მინდა უთხრა რომ ის ლაივი გავაკეთეთ და არ ველოდით რომ ესეთი ინტერესი იქნებოდა ერთ დღეში გაიყიდა ყველა ბილეთი. ხო. და წერენ, აი ისეთ წერილებს წერენ, რომ წრემლი მომდის ხოლმე რა, რომ უბრალოდ ვეღარ უშ, ანუ ადგილი არ არის რომ შემოვიდეთ. იცი რა არის დღეს ვეღარ ვამატეთ, იმიტომ რომ მანამდე დღეები დაკავებულია, მერე დღეები დაკავებულია და ვირდებით ხალხს, რომ ახლა მომავალში ცოტა დიდ თეატრში გავაკეთეთ რა. ძალიან კაია ეგრე რომ აუ მართლა იცი რა საუბარი. მე იცი რა მომწონს ყველაზე ძალიან რომ ხალხი გვენდო ჩვენ, იმიტომ რომ არ იცოდნენ ვინ იქნებოდა ჩვენი სტუმრები. არ და ძალიან კაი სტუმრებს ვაპირებთ, მაგრამ გამიზნულად არ ვამბობდით რა. რომ აი ჩვენ გვენდეთ რა, პონტი ქონდა რა. ხო და ნიკო ნერგაძე უკვე ჩასული, ეხა ჩავლილი იქნება, მართალია ჩვენთვის არ ჩაულია ჯერ. იმედია კარგად ჩაიარა. ნიკო ნერგაძე და ვაქო. ძალიან კაი იქნება. ხო და შემდეგში მოკლედ ვისაც გული დაწყდა, ვეცდებით რომ კიდევ გავაკეთოთ. აი თუ კარგად ჩაივლის. ხო. და მაგი გავითვალისწინოთ, უნდა იმიტომ რომ რეალურად ტესტი იყო და მაგიტომ ქენით პატარა სივრცეში. კარგად ჩაივლის ჰარაკში, ყოდრო იქ. ან ჩვენთვისაც კარგად ჩაიარა, ხო? უკვე 28 არის, ხო? საერთოდ ჩავლილი. ხო, ბოდიშებიც მოხდილი გვაქვს. კი. მაგრამ ძალიან დელო წერენ. აუ, როგორ რაღაცებს წერიც რა? გაოცრებას, ხო. აუ, არ ვიცი. არ მინდა ეხა მოხოლა, მაგრამ ანუ აი ძალიან უხევს და ვარ ვიცი, ნუ როგორ უნდა ქნა ხა რაღაც თავს ზემოძავა. გარეთ, რაღაც მელიქშოს. აუ, ეგრე რომ სმოკის ლაივი ისე რომ გახურდეს, რომ სტადიონებზე რომ კონდეს ლაივები. მაგარი. სმოკი ძალიან უყვარს ხალხს, ეხლა მეც ვეუბნებოდი ბახალს, რომ ჩემთვის ეხლა იქაც რომ უყურებ ხოლმე უფრო ის არის რა, ემიგრაციულად მართლა. ძალიან ის არის. გბუსტავს და ეგეთი რაღაცა. მესმის რატომაც. იქო რაღაც მოწყვეტილი რო ხარ ახლა. ხო, ენობრივი და ის კავშირი ამით კავშირს რა. ხო და მე თეატრის რეალობაზე კიდე რომ წავიდეთ ისევ. მე სადღა აღარ გაგზელები არაფერი სხვებთან? კი, ძალიან. თითქმის ყველასთან ნამუშევარი მაქვს მგონი. და ძალიან მიყვარს სპექტაკლზე მუშაობა. გურამთან მაცხონაშვილთან მუშაობდი Top Girls-ზე და ძალიან კარგი იყო ეგ. თან სხვადასხვა ლოკაციებში. მე არ მაქვს წინანახი ეგ და ნუ რაც მესმის ძალიან კაი სპექტაკლი იყო, ხო? ძალიან კაი გამოცდილება. გეგასთან გაგნიძესთან, ნუ კი ვიმუშავეთ ხოლმე, მაგრამ რომელზე? ბოლოს ისე დამთავრდა ბათუმში ხო? ეხლა შენც იყავი? კი, მეც ვიყავი ბათუმში. როგორ დამთავრდა რა მოხდა? აი ეს ბათუმში რო დადგა გეგა გაგნიძე არის ჩემი იოსების ვინც დადგა, შენც რო გაქვს ნანახი. ხო. მე შარვაშა. ხო. და არაფერი წავიდა ბათუმში სახელმწიფო თეატრში მიწვევით, დადგა სპექტაკლი და ჩაბარებამდე რამოდენიმე დღით ადრე ეუბნებიან რომ მაქო რაღაცა ცოტა პოლიტიკური შინაარსის ამბები არის და ამიტომ ვერ გაუშვით შერლოკ. და ესე მოხსნეს დადგმული სპექტაკლი შეჩი მაგას. აი ბოლო 3 კვირა უკვე სცენაზე იყვნენ, ანუ
თუ რამე სათქმელია ხო ხდება, მანამდეც შეძლოთ თქვა, რომ არა. თან მინიმალურად იყო თემას შენახები, ანუ ეს რაღაც. სხვა სპექტაკლებში ბევრად მზაფრად ეგ ხო ის აღარ ხდება მინიმალური შეხება ჩემი აზრით. ნუ ხო რეგიონებში განსაკუთრებით და რაღაც რეგიონებში განსაკუთრებით ეშინიათ უფრო მეტად ვიდრე ქალაქში რა, იმიტომ რომ იქ ხო რაღაც მზაფრად აღიქვა, მათ არ არის ცენტრი. სამსახურის დაკარგვა და ბევრად ესე აღიქვა. და ეგ რო გავიგე, ვიყავი აპარატის ლაივს. აუ. და ანუ აქ აღარ ვიყავი უკვე, ანუ ერთი კვირით ადრე წავედი, სანამ პრემიერა იქნებოდა და აი ლაივი და დაიწყოს და გეგა მირეკავს და ანუ ჯერ ხომ ლაივიც მთლიანად ჩაიშალა ჩემთვის. და მე რაღაც საშინელება იყო ეგენი რა დღეში იქნებოდა და მე ხო ის ძალიან განერვიულა და გაწვალდა მაგ. არა ხო. და თან სამართლებრივადაც ძალიან ბევრი ის დარჩა უხელფასოდ და აუ არსლავა. ნაშრომი ამდენი, ნუ აი ის ჰონორარებიც არ გაცემულა. ნაწილისთვის არ ჩაურიცხავთ. ასიძახე, ხა არ ვიცი დეტალები ყოველ. ხო მეც ახლა ყველას არ ვიცი ზუსტად ვის არ, მაგრამ ვიცი რომ ნაწილს არ ჩაურიცხავს. მაგრამ იოსები, ნანახი აქ იოსები, აუ ძალიან მაგარი სპექტაკლი. იოსებიც მოიხსნა ესე რეცოდა. იოსები სხვა მიზეზით მოიხსნა. ბიჭო, მიზეზით მოიხსნა იმისი, რომ პატარა თეატრებს იმ დღეს რო ვლაპარაკობდით, რომ აი დაფინანსებებზე რო ვლაპარაკობთ, უჭირთ რა პატარა სივრცეებს თავის შენარჩუნება, რა ძალიან უჭირთ უკიდურესად რა. აი ხურება, ჰარაკი რა იყო და ათონელის თეატრი შეიძლება დაიხუროს სექტემბერში. და ძალიან მიყვარს ეგ სივრცე. ძალიან უმაგრესი ორჯერ ვარ მან სპექტაკლზე ნაყოფი და ორივე ძალიან მაგარი იყო, ზის ხივზეც ვიყავი და იოსებზე ძალიან მომეწონა და სოლო კონცერტი მქონდა, ერთხელ სოლოს გულისხმობ მარტო მე ვიყავი ლუპერით და აი ძალიან საყვარლობა იყო რა, სულ რაღაც მცენარეები მქონდა დადგმული. გახსოვს რომ იყო Velvet Sessions-ის ნაწილი რა და ძალიან რაღაცნაირი ინტიმური, აი მარტო ხო ხდება ხა დიდ სცენაზე მარტო არის რა ცოტა უხელხული და აქ იყო რაღაცა ძალიან საყვარლო. აი არ ვიცოდი. შენ მაშინ აქ არ ცხოვრობდი. ხო, და საყვარელი იყო ძალიან, ხო. კი. ისედაც სპექტაკლებიც მაგდო ხომ მაგარი რაღაც შეზღუდული იმაში იკეთება. პატარა და აი პირდაპირ ზიხარ მსახიობს უზიხარ მხარზე თუთიყუში და ის გებაზრება რაღაცებს ესე. ხო. ხო და შენი სპექტაკლები რა შოვა ხა? ჩემი სპექტაკლები ამ ეტაპზე ყველა მოიხსნა, რაც ქონდა, იმიტომ რომ ყველა პატარა თეატრი არის, ასევე ისევ იქ მივდივართ იმ პრობლემასთან და უჭირთ თავის შენარჩუნება რა ამ ეტაპზე ძალიან. ეხლა არ ვიცი როგორ უნდა გადარჩნენ. აქ რო ითამაშე one man სპექტაკლი რა მაგრამ რაღაცა საბოლოოდ აი ესეთი სცენა, აი აქ წამოგორდები, კამერას ჩავრთა. და რამე ცხოველებს გავაკეთე. მუსიკალური გაფორმებაც გეკრა. დაბადება სპექტაკლის მუსიკაზე გიმუშავია? არა, სხვათა შორის, არასდროს. მოგეთ მოგეწონება ძალიან. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არავის ეთყობა თავში არ მოსვლია, რომ ჩემთვის შეიძლება ერიდებათ და ვეფიქრობენ. მე ჩემი თეორია მაქვს, რომ უმეტესობას აი ვინც კარგად არის ის ჩემს წარმოუდგენიათ, რომ მე ვარ როკ მუსიკოსი. ხო. რაც არის ძალიან შორს სიმართლესთან. ეთყობა უბრალოდ ჩემი ვიზუალი და იმიტომ რომ გიტარა მიჭირავს, ეგრე გონიათ, თორე ბოლოს როკ სიმღერა როდის დავწერე, არ მახსოვს. ხო. სულ არის რაღაცა ელექტრონიკა და პოპი რაღაცნაირი რა. და აი ჩემთვის ძალიან საინტერესოა სპექტაკლის. ხო, ფილმზე კი მიმუშავია. მაგრამ ვისურვებდი რომ მეტი მემუშავა. ფილმზე ხომ ეს. რა ის სპექტაკლია. ვიღაცები არიან, აი ჩვენი მეგობრები, ვინც ძალიან აქტიურად მუშაობენ სპექტაკლებზე. აი მაგალითად გოგი ძოძუაშვილი, ნიკა მაჩაიძე და სუმშურს. მოგაყარდა, მაგრამ ბიჭო, ძალიან დიდი სიამოვნებით. ხო. თან ეგეთ რაღაცეებზე იმას კი არ ვამ ფული არ გადამიხადოთ თქო, მაგრამ ანუ შემიძლია უანგაროდ რაღაცები რაც მაინტერესებს რა, საერთოდ არ ველოდები, არა ერთხელ მაგ ნათქვამი. ბევრჯერ მაქვს ეგ მოყოლილი, რომ პირველად კონცერტში ფული რო გადამიხადოს, კი რაღაც გული გამისკდა. მეთქი, ანუ ამაში კიდე ფული უნდა გადამიხადოთ, იმიტომ რომ იმდენად სიამოვნებს დღემდე. ხო. აი, არ ვიცი. რამდენი წელია მუსიკოსი ვარ და აი საერთოდ არ გამიარა ამ სიხარულმა ჯერ ერთი რომ ვიყვე მიხელ მუსიკოსი ვარ ეგ მაგ და მეორე რაღაცა შეკვეთა რო რაღაცა როგორი შეკვეთაც აი რეკლამებზე მუშაობ მაგალითად რა ხო რეკლამაც ესეცია შეკვეთა რა აი საერთოდ არ მაგ ეგ მიდგომა მიხარია აგზივარ და ისე ვაკეთებ ხოლმე ალბათ გააჩნია რეკლამაზე ვისთან მუშაობ რაზე ერთადერთი პრობლემა არის რომ თუ აი მე თუ ძალიან
აქტოვანებული ვარ იმით რაც გავაკეთე და მე დამიწყეს რომ აი ეს გადააკეთე გადამოაკეთე აი მან ენთუზიაზმი მიქრება რა მუსიკა რა მაგრამ იცი რა არის ამ ბოლო დროს უკვე დიდი ხანია რაც რეკლამის დავიწყე მუშაობა ვისწავლე მოსმენა ადრე არ მესმოდა აი დამკვეთი რომ მიყვება რაღაც ეგ არის თურმე ცალკე ხელოვნება რომ გაიგო რას გელაპარაკება იმიტომ რომ ჩვეულებრივ მუსიკოსი რო ხარ დამკვეთი რომ გიხსნის რა უნდა შენ ის გესმის რაც შენ გინდა და ეგ მოუდი გჭირდება რომ იმიტომ რომ ის შენი ენით არ გელაპარაკება ის სხვა ენით გელაპარაკება რა და ის ენა უნდა ისწავლო რა გაიგო ჩაიჭირო და ჩვენ ავირა საუნდი გვაქვს რა ხო და სამნი ვართ რა დამკვეთან ქოლის მერე ჩვენთან რეკავთ სამში და ვაჯამებთ ვინ რა გავიგეთ ხო იმიტომ რომ ხშირად მე არასწორად გავიგე იმან რაღაცა მითხრა ამან რაღაცა და ერთ აზრს გამოვიტანს ხოლმე და მაგიტო ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად არის რომ რაღაცა ესენი ჩარევები ხო მე გამიჭერდა რაც უცადე ხოლმე გამიჭერდა ხანდახან ხო იცი რომ გავურტყავ და გამოგივა მაგრამ ხანდახან ანუ ისე აი მაგალითად ანუ მოთხოვნა რომ კეჩი იყოს ან რაღაცა ამას ვერ ვხვდები რას ნიშნავს არა იცი რა ხანდახან ისეთი მოთხოვნა მაგალითად რაღაც პერიოდის წინ მიგდებენ დევიდ ბოუის Starmans აი ესეთი სიმღერა გვინდა ანუ რა უნდა დავწერო როგორ უნდა ჯერ Starman ბოუის აქვს სამი ეგეთი სიმღერა სულ დაწერილი და მე როგორ უნდა დავწერო ეხა აი ესე Starman-ი რაღაცა მსგავსი დავწერო და აი ეგეთი მაგარი ვერა როგორ იქნება ეგეთი მაგარი არა ხო ეს მე ხანდახან უფრო მაბნევს ეგის რა და ბოლო დროს აღარ გამიკეთები არაფერი ეგეთი ხო ძალიან რთული არის ეგეთ ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენ ხო ეხა გამახსენე ხო და ძალიან რთული არის ეგეთ ტიპებთან თანამშრომლობა ვინც ვერ ანუ ვერ გზნობს რა როგორ აგიხსნას რა გითხრას ვაფშე რა ხო და მაგით უნდა გაიგო რას გეუბნება ის გეუბნება აი რაღაცა ტექნო შეგვიგეთეს ერთხელ და ტიპი მე აი ნაკლებად დიჯეური რო იყოს შეიძლება ხო და ხო მაგას გულის ხო ცოტა ეგენა უნდა ესმოდეთ მუსიკალური როგორ რაღაცები გითხრა მოგაწოდო ტრიენალეზე რა მონჰაიმ ტრიენალეზე მონჰაიმ ტრიენალემ ძალიან ბევრი კაი ხალხი გამაცნო ეგ როდის ხდება ეგ იყო რომ გადავედი ნიდერლანდებში მალევე ერთ წელიწადში ერთი ის იყო როგორ თქვა Caput Magazine არის ეგეთი ის რა გერმანული გამოცემა რომელსაც ქონდა ინტერვიუ ჩემთან და მე ეს კაცი გახდა კურატორი ერთ-ერთი ამ ტრიენალესი და ამ კურატორმა დამპატიჟა რომ წავსულიყავი და მენახა ქალაქი და ნუ შემოთავაზა რომ მე მუშაობ ამ ტრიენალეს. აღოდ ეგის პერიოდი რომ მეცადე ტრიენალე რას ნიშნავს ვეფხვდები ბოლომდე რა. და ეგეთ რაღაც ხალხისთვისაც რამდენად მნიშვნელოვანია. ანუ ტრიენალის დროს 3 წლის მანძილზე მიმდინარეობს ეს ფესტივალი. პირველ წელს იყო საუნდ ინსტალაციები და პირველად გავაკეთე მაშინ საუნდ ინსტალაცია. მეორე წელს იყო prequel ერქვა რაც ნიშნავდა რომ ეს მუსიკოსები ვინც ყველა მონაწილეობდით ციტად ჯემ სესიებში ვერთვებოდ თქონთ რენდომ გვალაგებდნენ რა. და ეგ იყო ყველაზე რთული ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯაზ მუსიკოსი იყო და ეხლა 5 წუთი რო გაქვს სცენაზე რომ შედიხარ და ეხლა როცა რავი ტრამპეტით შედიხარ, იცი რომ იმ 5 წუთში რაც გაკეთებ. ელექტრონიკით ძალიან რთულია რომ 5 წუთში შეხვიდან საუნდი იპოვო, ანუ რაღაც აი და ანუ მაგ პრეკველზე ძალიან ვინერვული, მაგრამ ბევრი ძალიან საინტერესო და აი გამოცდილი მუსიკოსი გავიცანი. და მე მესამე წელი იყო რომ შენს პროექტს აკეთებდი. ანუ რაღაც სულ ახალს. და ყველა თავის პროექტზე მუშაობდა რა. და ეხა იქ იყვნენ ძალიან დიდი მუსიკოსებიც მართლა რა, აი მე რო ძალიან მომწონს და მიყვარს და ცოტა ნიშ მუსიკაში რო აი ესეთები არიან რა, გამოცდილებით. მაგ წელს დამებადა ეგ იდეა ეს ორღანზე მუშაობა და დავიწყე. და მაგის მერე ეხა, ანუ წინა წელს მქონდა პრემიერა იდეაში და ეხა ვაგრძელებ მუშაობას ამ ორღანთან რა. ვაფშე ჰოლანდიაში რატო გადაწყვიტე? სასწავლებლად, ანუ შევავსე ბერლინი, ჰამბურგი და უტრეხტი, ეგ სამი ქალაქი მქონდა რა არჩეული. და უტრეხტში ძალიან მოიწყენდა. არა, უტრეხტი ძალიან კაი ქალაქია. მაგრამ ჰამბურგს ვუმიზდებდი თავიდან ბერლინად ყოველს არ მინდოდა. ზოგადად ეგეთი ხშირად ვარ ბერლინში, მაგრამ რაღაცნაირად დამოკიდებულება არ მინდოდა რა. და
ჰამბურგში ძალიან კაი სკოლა იყო და მომწონდა ეს ლექტორი, ვინც უნდა ყოფილიყო, კიდე დეკანი საერთოდ. რაღაც ის იყო მულტიმედია კომპოზიცია რა. ალექსანდრე შუბერტი ძალიან ნიჭიერი ტიპი არა და მაგის რაღაცები ვნახე, მეთქი ამასთან მინდა სწავლა. და მე მქონდა რაღაც ტექნიკური გამოცდა, გავიარე და მე იყო უკვე ინტერვიუ. და ამ ინტერვიუზე რაღაც ისე მკაცრად იჯდა ეს ხალხი, ესენი 1-5 ის იყო რა, ლექტორი. რაღაც კითხვებით ისე ცუდად წავიდა და ეს კაცი იმდან ყურადღებას არ გვაქცევდა საერთოდ რა. რაღაცნაირად ვიგზენი თავი რომ მეთქი მე ისედაც ჩაკეტილი ვარ, ეხა იქ რო წავიდე, კიდე უფრო ჩამკეტავს ეს ტიპი და უტრეხტში ხონდა ძალიან კაი გასაუბრება. რაღაცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე. აი რაღაცა პორტფოლიო კარგად წაიკითხეს, რაღაცები მკითხეს. რაღაც ნინო ხარეტიშვილზე მელაპარაკე. ანუ ხო ხვდები ასეთ გული რო წაგიწევს. ხალხი მომეწონა და მაგიტომ გადავწყვიტე მე უტრეხტში წავსვლა. შენ უტრეხტში მოგიწია სწავლა ესე. იქ ვსწავლობ და იქ ვცხოვრობ ეხა. ეხა უტრეხტში ხარ? ხო. მე მგონი ხარ ამსტერდამში რატომ? ნუ გვერდ არის ქალაქები. ნუ ახლოს არა. ხო. მან ვსწავლობდი და მან უტრეხტში. მოსაწყენია თქო რა ვთქვა. მე ისე ვარ გასეირნები და ჩემს მოსაწყენად აღიქვებოდა და ვაფშე მე ზოგადად წესი. შენ უტრეხტში არის და მანქანა. მართლა? ჩვენ მქონდა ერთი დიდი ტრიპი ადრე რა და რაც არ მოიყოლება და უხერხული არის, მაგრამ აი მაგ სადღაცას გზად და ძალიან არასასიამოვნო გამოცდილებები მაქვს. ზოგადად მე ჰოლანდიასთან მე უტრეხტში არ მაქვს 40 მქონდა შენ არ იყავ მე ვიყავი მარტო. მე არ ვიყავი უტრეხტში. მარტო ვიყავი ამსტერდამში. მარტო სრულად. შენ და პირველი მანქანა რაც შეგხვდა იყიდე? აი მართლა. რატო იყიდე მანქანა? ანუ გინდა და ბერლინში წასვლა და ძალიან იაფიქდა. და ხო იაფით გამოდიოდა და თან აი ბორიალით გვინდოდა რა ესე ყველგან შეგოლო გამოგონა. აი ესე წავედი მარტო ვიბორიალე. საშინელი ტრიპი იყო. საშინელი. მაგრამ რომელი წელი იყო? 2002 იყო. ხო, სხვა ქალაქი იქნებოდა მაგ დროს. 2-3 დაახლოებით რა. რო ჩავედით რა. რაღაც ნაწილს მოვყვები რა. 200 მოსაყოლია სხვა ადამიანები სადაც არ ფიგურირებს. 3 ვიყავით რა. და მაგრამ ეგ რა მოსაყოლია ხა. თუ ვერ ყვები ვინ ყვეს ეს აზრი არა აქვს. ხო და ძალიან ანუ თან კაი ძალიან ჩემთვის ის არის რა ერთ-ერთი შტამბეჭდავია თავის უხერხულობებით და ყველაფრით ეგ წასვლა და გრძელი წასვლა იყო ერთი თვენახევრი არ მართლა მაგდენი ხანი ვიყავი. ნუ შენ სადღაც ერთ თვეში წახვედი მე ხო ჩავრჩი. შენ ჩავრჩი ხო? იქ კაი ხანი ვიყავით ბერლინში რა. ბოლოს ეს დაკონსერვებული წამოიღეს იქიდან თუ შენ წამოხვედი. ერთი რაღაცაში უნდა გამო, მაგრამ შენთვის ალბათ მოყოლილი მაგ და არ გაიგვირდება რომ მოკლედ მე როგორ ვარ, იცი, აი გზავრობას ვერ ვიტან. მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ აი თვითონ გზას არ შემილია, განსაკუთრებით მანქანა. ხო, აი, აქედან ქუთაისში ახლა წასვლა ჩემთვის არის ჯოჯოხეთი არის. და წარმოიდგინე მანქანა ვიყიდეთ და ანუ არ მაქვს გააზრებული რა და ხვდები რომ ბერლინიდან უნდა წავიდე თბილისში მანქანით რა. საბოლოოდ ანუ ბოლოს ისე და ამსტერდამში ხარჯერდა და მივდივარ ბერლინიდან თბილისში რა და ბიჭო ნელა ახლოვდება ეს დღე როცა უნდა წავიდეთ და როგორ იცი მე ჩემ მეგობრებთან ცხოვრობ ეს ცალკე ცხოვრობს რა და ბიჭო უკვე ის საღამოა რომ აი დილით ეს მირეკავს რომ დილით 8 საათს გამოგივლი და წავიდეთ რა ჩემს ფიქრობ რომ მეთქი ანუ ეხა რა ჩაუჯდე მანქანაში წავიდეთ ხო თუ ჩემ თავთან გადაწყვეტე რომ მეთქი ნუ აი რავის ეხა ჩემი მეგობარია თქო და აუ წავალ თქო ეხა სახლიდან მოვწყდებით თქო და ეს წავა რა და მე რაღაცას მოვიგონებ თქო ხა მაშინ ტყუილები მიყვარდა და მოვიგონებ რომ რაღაც ჩარში გავეხვე ვითომ რაღაცა და ნუ მე შევცვალე ბოლოს ეგ წამოსვლის გეგმა მე თვითონ დამეზარა მანქანა არ დაგეზარა მან რაღაცა მოხდა მოკლედ ხო და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ ის მანქანა დავაგდე მე ჩავრჩი იქ შენ წამოხვედი და ძირითადად კი არა 95% მაგ ტრიპიდან არ არის მოსაყოლი არა და იცი როგორი მოსაყოლია ფილმია ხო სრულმეტრაჟიანი და სერიალი შეიძლება გაკეთდეს მე დაუბრმავდი იქ რამოდენმე დღე ბრმავიყავი მეტო ვერ მოგიყვება. აი 22 წლის. მარტო ფაქტები მომეწონა. 22 წლის ტიპები მიდიან ბევრი ფულით და საშინელ ჯანკები. ეგ ხო დაუბრმავდი მათ. შემდეგ ჩასვლაზე მან დაუყრუდი. მაგას მოვყვები ოღონდ. ეგ შენ არ ჩემ მეგობარს ქონდა ტელეფონი რაღაცნაირი რა. აი ჯერ კიდე ესეთი რაღაცა Nokia ტელეფონი და როგორი ტელეფონი ქონდა, იცი?
აი საიდანაც გესმის ლაპარაკი, სადაც იქიდან რეკავდა ზარს და ძალიან ხმამაღალი და ჭყიპინა ხმა ქონდა და ავიღე ყველა და მეგონ ეთქობა არ დავაჭირი აღებას და ყურზე მივიდე და ეს ხმა შევიდა დაყურდი ცალყურში. ისე რომ ექიმთან მომიწია სულ წამლები დამინიშნეს წარმოიდგინე. მაგრამ ეს არ არის იმდანაც საინტერესო რამდენსაც რო დაურმავდი. ესე ვიცი მოგიშ და მეგობრებს დავყავდი ტუალეტში ხო. ხო და მოკლედ უკვე მუსიკაში იყავი ხო? კი, თან თქვენ ხო ცნობიერი ყურები გაქვთ უფრო ეხლა თქვა ყურებზე როცა ლაპარაკობთ. ძალიან კიუნეული იყო ემოციურად ეს ყურის ამბავი. ხო, არა ხო. ისე შენ ხმარობ რამე ფლაგებს ან რაღაცეებს? კი, ხო, უკვე. სულ არ თან არ მიყვარდა რა, მეთქი არ მისმის ესე კარგად, მაგრამ ეხა უკვე და რაღაც დამხშობი. სინაში გმაგხმეს. და რა სახ ეგენი ხო? რა სახის ear plug-ებს ხმარობ? Ear plug ქვია, ეგეთი რაღაც ნიდერლანდური ბრენდია, რაღაც 40 euро ღირს. და რა შვება ეგ მაინტერესებს? დეციბელებს აგდებს. ანუ ისიც მაქვს სხვანაირ თავები სიხშირებს უთვლის, მაგრამ ეგ ცოტა მაბნევს მე თვითონ და სხვათაშორის მე ჰოლანდიაში, ამსტერდამში ვიყიდე, ზუსტად რაღაც მაღაზია იყო, იმინა ear plug-ის რა. შეიძლება ეგ გაგვშენს. და კლუბებში შედიხარ ყველგან არის რა. უკვე იმიტომ რომ იქ არის რეზინის ჩაოლებრივი. ხო, უფრო იაფიანებ. და ძალიან აზიანებს ეგ ხმამაღალი. ხო და შენ გიწევს თან ხშირად, გინდა არ გინდა. ხო. თან დავდივარ თან ანუ მე ხანდახან ყურსასმენის მხლის უკვე ბოლო დროს რა. ძალიან შემიყვარდა, ანუ ადრე მიყვარდა სულ ყურსასმენში მუშაობა, ეხლა ძირითადად მონიტორებში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ყურსასმენი. ყურსასმენი ცოტა გატყუებს, ცოტა კი არა. ბევრად ლამაზი არის ყურსასმენში. შენ ეხლა გაქვს ეს ხო ალბათ დაკალიბრებული და მე არ მაქვს ეგეთი კალიბრირებული ოთახი და მაინც ყურსასმენი ჯობია ხანდახან. იცი რა არის? არ მაქვს დაკალიბრებული. მე რამოდენიმე თვეში ვეჩვევი, აი ხვდები რა ნაკლი აქვს ამ ოთახს. ხო. და რაღაცნაირად ჩემით უკვე ვაკეთებ კომპენსაციას რა. ეხლა წინა ოთახში მაგალითად თბილისში რაც მაქვს ოთახი, ბევრი ბასია იმ ოთახში. დაბალი სიხშირე არის ბევრი. და მაგიტო რო ვაკლებდი ამ დაბალ სიხშირეს, მე სხვაგან არის მოდა და ეხლა დამღებულ ხარ აი ოდნავ მეტი უნდა იყოს ვიდრე ყურისთვის კარგია და ესე იგი სხვაგანაც კარგად გაიხსნა რა და ეჩვევი ამ ოთახს რა მოკლედ. ნუ ხა საშინელი ოთახი არ უნდა იყოს ახლა რევერბი ეს არ უნდა ქონდეს რა. თუმცა ცოტა ცოცხალი უნდა იყოს ოთახი, ანუ სულ გაგუდული არ მომწონს. თან მეც ხო ხასიათსაც ხომ აქვს ეს ჩაბნელებული რაღაც მიწისქვეშა უფანჯრო ოთახები ცოტა ის არის. მე ძალიან მიყვარს ფანჯარაში ვიყურები. ამდენადაც ვიცი რომ არ არის კაი ოთახის და შენ გაქვს. აქ ეს არა ქვია. ვინ იყო ვიღაცა იყო მოსული და პანდა რო გადავწი, უიმე აქ მართლა ფანჯარა არისო, ეგონათ რომ ეს იყო უბრალოდ ჭამფარებული. ხო. მისმინეს კლუბებში სიარული არ არის შენთვის დასაზარი? ზოგადად არასოდეს არ ყოფილა ეს კლაბერ რა, არ მქონია ეგ ფაზა. ჩემიც მახა. ხო, მაგრამ მაშინ დავდივარ, როცა აი რო ვიცი რომ ეხლა ეს მინდა რომ მომისმინო რა. კონკრეტული რაღაცებისთვის. მაგ დროს არ მეზარებ. შემიძლია რომ დავიძინო და შუაღამის 3-ზე გავიდე და მოვუსმენ. ანუ შვები ეგეთი სტილიც მეხვიდა ის ქნა ის. ნუ ხო, ხანდახან გიწევს ეგეთ რაღაც რო ქნა რა. და მაგრამ მაინც ვერ ხვდები ხოლმე. ანუ რატო ეგრე მაგას ბოლომდე ვერ ხვდები. მე თვითონაც არ მეც დამიკრავს ხოლმე ესე შუაღამის და მაინც ვერ ხვდები რა საჭიროა რომ აი გვიან. ანუ რატო უნდა მომისმინო შუაღამის 4-ზე. ბოლომდე ვერ ხვდები რა. ახო მაგრამ ნუ რა ვიცი. მაგრამ ნუ ხდება ხანდახან ეგ. განრიგი ეგეთია. ხო. ხო და ესე ძალიან კაი კულტურა არის ეგ რომ შეიძლება დილითაც მიშლა, იმიტომ რომ ეხა უკვე ნელ-ნელა ვატყობ რაღაც დროსთან ერთად, დავარქოთ ასაკთან ერთად, ეს ღამისთენება აღარ მიხდება. ესეთი, ნუ რაღაც ჩემი ღამისთენება არის 6-7 საათამდე რო ვარ, უკვე სული მიწუხდება და ხანდახან ხო არის დილის 8-10-მდე შევჩენილ ვარ და ტიპები ესე ცხოვრობენ სულ. დილაში 2-3 დღე. ხო და ეხლა გაეძრო, თქვა დიდ კლუბებს აქვთ, შეგიძლია დილით მიხვიდე 8 საათზე მიხვიდე პარტი. ღამე კი არ მიხვიდე, მაინც დილითაც გრძელდება მუსიკა შუა დღემდე და შე რომ მიაბან მეორე დღე და დილით რა კაი, მივალ ხვალ. გინდა წაგიყვანო დილით რომსე. მე არ ვარ ნაყოფით. მე არ ვარ. 7-ზე ვიღვიძებ, 8-ზე მივალ. ხო და ეს შეიძლება ძალიან კაი გამოცდილება იყოს. ჯერ ვისაუზმო თუ იქ არის. არა, შენ იმ საუზმეს არ შეჭამ უბრალოდ. შენი საუზმით ჯობია, ჯამთელი საუზმით.
ხო, უბრალოდ ხანდახან არის რომ მიდიხარ იქ სხვა განწყობა გხდება და შენ ძალიან fresh რო იყო, აი, ხო, აი ცოტათი მე არ ვარ უბრალოდ მართლა არასდროს არ მევსულ ესე და სულ მაინტერესებს მე რო შევალე ხა იქ რაღაც. ეგ რო ქნა, შეიძლება მოვკვდე, ხო? ზატო. ანუ აი დილის 8 საათზე რო გავიღვიძო, ხელპის ხალხი რო ნახავ რაღაცა და შევიღე და ნათევი ხალხი. ნათევი და თან დრო ჩადიხარ სადღაც. ბიჭო, ხო, ჩემი დილა ეს არის დილის ვიღუძე ბავშვი. აუ. წავი საუზმეს ვამზადე. აი მე და ანუშკა წაგუ ჩვენთან ერთ არ იქნება ეგეთი კოშმარი, გაგართო. ხო, საინტერესო არის მართლა, მაინტერესებს მე ლაივები უფრო მიყვარს რა, მაინც ესე. იშვიათ არის ხა მართლა გულწრფელად ვთქვა, რომ აი სეტის გამო წავიდე დილით, ახლა სეტის გამო არ წავ. DJ სეტის გამო, მაგრამ ლაივის. მაგრამ ეს ლაივი არის? ღამის. კი რა, მე თან დამიყავს აი დილით 6-ზე ან რაღაც ეგრე. აღარ ძალიან იშვიათად. იმიტომ რომ ხო როგორც ეგრე მგონია რომ მაგ დროს ვერ ხვდები რა თქმა უნდა. ან მე მომისმინოს ან მე ხშირად გაგიგები? აი გაიჩნია ცოტა ისე ვარ ქაოტური ვარ მაგაში, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ ეგრე ანუ აღარ ვარ ახლოს კლუბურ სცენასთან და პირიქით ცოტა საკონცერტო ვენიუა თუ რაღაც ისეთია. გაიჩნია ხომ ეს ვაკეთებ. ხანდახან არის რომ ესე მევახ ხოლმე რომ შეიძლება უფრო ფესტივალებს. როგორი ბუქები, ანუ აგენტი მე ყავს თუ როგორი აგენტი მყავს ხო ბერლინში. ძალიან მაგარია. ხო. მაგრამ აქ ხათ მე თვითონ შვები ხოლმე. რამდენჯერაც ეგ დაუგეგმეთ და მაინც ნუ ინფორმირებული არის ხოლმე და მიწერენ ხოლმე ჩემ აგენტს, მაგრამ ვერ ვხვდები რომ აი სისულელია ყველაფერს ხონერეთ იგეგმება და ის რაღაც წერს რომ რომელსაც უნდა იყოს და რა შეჭამს თუ რაღაცთან მე ხვდები რომ სისულელია ახლა. აქ რო ეგრე დაალაგო. კომფორტულიც ხო. ხო ხა. ანუ ხო სადღაც ხო, მაგრამ ნუ საქართველოში ქართულად რო დამირეკოს ვიღაცა ალბათ ურჩევნია იმასაც და მეც რაღაც მომწონს. აქიდანაც იმას ურეკავენ? ანუ ხანდახან ვაფრთხილებთ ხოლმე, იმიტომ რომ უნდა იცოდეს სად რა ხდება. ხო, გასაგები რომ მე სხვამრული რომ მარტო მაგითაც არის უკვე დალაგებული გვაქვს ეგ რომ აქ მეთქვა. აქ ამათ რეალობაში ჩვენების ხო ყველას ვიცი. თან ბუკინგ აგენტს ხონდა გადაუხადო წილი და ეგ ცითაც. ხო. ძალიან ცოტა შეიძლება გამოვიდეს მისთვის და ანუ აზრი არა. აქაურ რეალობაში დაკვრა. ხო. ხდება რომ არ აქ ხა იქიდან ჩართვას. ანუ არის ხშირად. აქ თუ ზოგადად ჩვენთვის. ნორმალურად რა, ჯერჯერობით სანამ ესე მიდის, მაგიტო მეც ესე უყურებ რა, იქამდე ვიქნები იქ, სანამ ვიგრძნობ თავს საჭიროდ რა. და რეალურად უფრო სტაბილური გამომუშავება DJ-ში არის? კი, ხო, რასაც მე არ ვაკეთებ, ხო. სულ მიფიქრია ხოლმე რომ ეგრე რომ მქონდეს დალაგებული, ალბათ უფრო მეტი შემოსავალიც იქნება და აქტიური მოდიმოთ, მაგრამ ლაივსაც ცოტა მომზადება უნდა არ გინდა რომ მოგბეზრდეს და მაგიტომ მე ვიგონი ხოლმე სხვადასხვანაირი პროექტი ვაკეთო. მან ხან დამაბნეველია ეგეც რა. ვიღაცებს არ უყვართ მაგალითად ფესტივალებს რა და ზოგადად დღევანდელ რეალობაში რა. შენ თუ ბევრ რაღაცას აკეთებ, რაც მე მიყვარს რა. ვთქვათ ხან სპექტაკლზე ვმუშაობ, ხან ორღანთან და ხან კლუბში. ვიღაცებს მაინც უნდათ რომ ერთი იმაში ჩაქსონა ინსტაგრამზე რომ შემოვლენ რომ ახლა ის ამას აკეთებს და ამისთვის ხო უფრო მარტივია ხალხის. ხო. ეგ ცოტა ის არის. იქაც ეგრეა და გონი ყველგან ეგრეა უკვე რა. ცოტა უცნაურია. ხო, ძალიან საინტერესო იქნება იქით ჩვენთან არა, იქით დიდ თეატრებში რომ მოგიწიოს, თქვათ გარე. შორს ნიდერლანდებში არ მომეწონა. არა? ვისი რა იყო? ჯერ სკოლაშიც ვიყავი იქ ქონდა სამუშაო, მე ერთ-ერთი პატარა თეატრია უტრეხტში თვითონ მანდ ვიმუშავე და ანუ აღჭურვა ყველაფერი იდეალური რა თქმა უნდა ტექნიკურად გამართული და საათში რო იწყება ყველაფერი, მაგრამ თემატიკებს ვერ უახლოვდები რა ხა. თვითონ იქაური მასალა რაც არის პიესის. ხო, რაზეც აკეთებენ პიესას, უბრალოდ ვერ ხვდები საერთოდ თითიდან გამოწავილი რაღაცები ხა. ჩემთვის ხო. ხო, იცი რა ჩვენ ხო ეს არ ვიცნობთ რეალურად, ну ალბათ ხა 4-5 წელი რო ცხოვრობ უკვე მეტნაკლებად ჩართული ხარ იქაურობაში და მაგრამ მაინც სხვა მგზნობელობა არის ხო რაღაცა არ შევადარებ ქართულ თეატრს საერთოდ აი საერთოდ ამ ჩვენთან ძალიან ყოფითი პრობლემებია დღემდე და ესეთი რაღაც აი პირველად და რეალურია იქ და რა თემებზე არის ეგეთი აი შეგიძლია რომ მაგალითად ნუ ეხლა ძალიან ხშირად რა ვთქვათ გლობალურ დათბობაზე იქნება რაღაც მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი თემა და იქ ეს აწუხებს ადამიანს და მეც შეიძლება მაწუხებდეს იქ ეგ მაგრამ აი უფრო ფორმა რა როგორ აკეთებენ ამას რა მგონია რომ გააზრების გარეშე რაღაცნაირად იგონებენ თუ რაღაც. აი აქ მიჩვეული ვარ, რომ თეატრი ძალიან დოკუმენტურად მუშაობს, აი ნამდვილ ამბავზე თუ რაღაც. შეიძლება მე მივეჩვი, იმიტომ რომ ღია სივრციდან დავიწყე და რაღაც. ნუ ღია სივრცის თემატიკა კიდე კიუნეულია საკმაოდ, ხო? ხო. ხო, ნუ რაღაცა ახლა იქ რაღაცა ზოგად პრობლემაზე ხარ ისეთზე, რომელიც იმიტომ რომ ალბათ არ აქვს ლოკალური პრობლემა. თან ჰოლანდია ეგეთი ქვეყანაა ცოტა.
აი გერმანული თეატრი უფრო მომწონს ახლა. მე რაც მინახავს. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარლად დალაგებული და მშვიდობიანი ქვეყანა ჰოლანდია. წავედით. ბიჭო, რატომღაც აი რა უცნაური არის ბავშვობაში მამაჩემს ძალიან ხშირად ვწევდა ის იყო თავის დროზე იყო საქართველოს ჰოლანდიის ურთიერთობის პრეზიდენტი და ოცნება თქონა მე ვერ მოვახერხე ბავშვობაში წასვლა და ჩემი ძმა დაღავდა სულ რაღაცასთან სამკურნალოდ და აი ოცნება თქონა ჰოლანდიაში მოხვედრა ამ სტატუსში ხო და ანუ ეგეთი ანუ ის მოკლე წასვლა იყო ძალიან რამოდენიმე დღით ვიყავით და თან არავინ არ დაგვემთხვა ესეთი შინაური აგვისტო იყო და ყველანი აქ წამოსულები იყვნენ იქ ჩვენი მეგობრები და ჩვენ რაღაც მარტო ტურისტულად მოგვიწია და საერთოდ ვერ ვიკაიფე იქაურობით და ეს იყო ადრე ეს იყო 2002-3 წელი იმის მე არ ვარ ნამყოფი მართალი რომ გითხრა და საინტერესო არის ეხანდელი გააზრები და დამშვიდებული და მაინც და მაინც ნარკოტიკების წოწელში და ძებნაში რო არ ვიქნები როგორია თამოთ ერთის მოკი ჩავწევთ და გაერკვიე რა არის ჰოლანდია და რა არის ნიდერლანდი ეს ხო ეს არის მეუბნები ჰოლანდიას მართლა იქრინჯებიან რომ არა ან ჩოლებეთ ეძახიან კი ან ნიდერლანდები ყველა მიწა ერთად და ჰოლანდია ერქვა მგონი რაღაც ნაწილს და მაინც რაღაც ის არის კორექტული რომ დაუძახო ნიდერლანდები. ტექსელზე ხო არ მოხვედრილ ხარ? ტექსელზე არ მოხვედრილ ვარ, მაგრამ ვიცი ხო ეგ ამბები. ტექსელზე იყო სასაფლაო ქართველების ლეგიონი, რომელიც იმათკენ იბრძოდა საბოლოო ჯამში ტექსელზე არიან დასაფლავებლები ბევრი. საქართველოს ძალიან უყვართ და მოწონთ მაგ ძალიან. ხო რაღაცას მაგათაც უკაი ურთიერთობაში. მენი პირველი ლედიც ხო. ისტორია ხო სანდრა. ძალიან საყვარელი ერთ მარტ ისე ვიძახე გატრაკების გარეშე ეხა რო წავიდეთ მე და შენ ძალიან მშვიდად ლებრულად წავიდეთ აი ხო ძალიან კაი იმ ქუჩებში პორიალი იმ ქუჩებზე სადაც მანამდეც ვიყავით ეხა კაი სეზონი კი ეხა ძალიან კაი სეზონი ეხა აჰა უკვე უკვე ძალიან კაი ჩვენ ვიყავით გაგანია აგვისტოში დაგლავში არ მახსოვს აგვისტო პრაიდ პრეიდი იყო რა და სასტუმრო არ იყო საერთოდ ქალაქში აი სასტუმრო არ იყო რა ეგ ხა უარესია კიდე სასტუმროს და ზოგადად დარჩენა მანდეს და შევსახლდით ჰოსტელში ხო და სად გავჩერდით ჰოლანდია რო კაი არის და რომ ჩამოყვიდეთ ძალიან საყვარელი ნიდერლანდები ბიჭო ნიდერლანდები და ეხა რა გიგმარებაში ხარ ეხა რო ჩავალ აქვს ეს ორგანის კონცერტი ამსტერდამში და მე მიყრილი მაქვს კიდე რაღაც კონცერტები რა. ორგანის კონცერტი რას ნიშნავს შეგიძლიათ რა? ორგანი. მივხვდი რომ ორგანი ფაიფ ორგანზე ლაპარაკი ფუნქცია შენ უკრავ? ხო. რას მელაპარაკე? ეხა დავიწყე. ძალიან გთხოვს. Say more. ეს ხო პირველადი პროფესიით პიანისტია. ხო, მაგრამ ანუ თვითონ ორგანი მაინტერესებს ტექნიკურად რა. ხო, ან ძალიან მაგარი ინსტრუმენტია. და სულ მაინტერესებდა. ჩაოლებრივ დაკვრა თუ კიდე სხვა რაღაცები. ხო, სხვანაირად უკრავ მე, იმიტომ რომ ხა ორგანისტი არ ვარ. და მაგას წლების სწავლობს ხალხი. და ეს იყო აი იმ პროექტზე რომ მუშაობდი მაშინ ტრიენალეს ბოლოს. ძალიან მინდოდა ამ ორგანთან მუშაობა ზოგადად რა, ეგ იდეა მქონდა. მაგრამ უფრო წარმოვიდგინე აი რეკორდინგები გამეკეთებინა, გამომეყენებინა მუსიკაში რაღაც და მე რომ მომცეს ეს სარეპეტიციო სივრცე ეგეთი იდეა გამიშთა, აი ფორტეპიანოზეც ხო აკეთებენ ხოლმე, რომ აი თქვათ რაღაც ისინია რობოტებს ეძახიან, მაგრამ არის სოლენოიდები ვით რაღაც, რომელსაც დებ. და უკრავს. ხო, ანუ მიდით კონტაქტში და ეგეთი რაღაც არის ორგანის ტიუნინგისთვისაც. ოღონდ ყველა ორგანს აქვს თავისი ინდივიდუალური ეგეთი რაღაც რა. იმიტომ რომ ხო სხვადასხვა ზომა, სხვადასხვა ფორმა და და ეს ტიუნინგი რაღაცას იყენებენ ეს ორგანის ტიუნინგს ვინც აკეთებს ეგ ტიპები მარტო რა ესე არ იყიდება და ინსტრუმენტები და ქვია სოლენოიდები ან რობოტებს ეძახიან. ეგეთი ორი ვიქირავე და დავიწყე ამ ძველ ორგანზე ანუ მიდის კონტაქტით კეთება რა, რომ აი ნოტაცია მისცე და რაღაც. მაგრამ თქმა უნდა ამ ფაიფებს შენ ხელით აკონტროლებ და პედლისთვის არ გაქვს ეგეთი ორგანოც და პედალზე მომიწია რომ ერთთან დამეკრა, იმიტომ რომ ბასების გარეშე არ მინდოდა ეხა საბების გარეშე. დამეკრა და მე მაგას მივაბი რომ ამ ტრიენალე დამეხმარა რომ რეზიდენცია მეპოვნა, სადაც თქვათ აი დუსელდორფში არის ეგეთი ორგანი დიდი ძალიან, სადაც შეგიძლია რომ მაგაზე იმუშაო, სადღაც 10-12 დღე ჩავჯექი, მან დავიწყე კომპოზიციების კეთება რა, ელექტრონიკა და ორგანი, იმიტომ რომ
სინქით შეგიძლია გააკეთო ხეს მიდი როცა გააქვს თავისთავად ელექტრონიკაც შეგიძლია რომ და ეს ორგანი სად არის? სად დგას? ეკლესიაში. ხო და შეგიძლია მაყურებლისთვის რა რომ მოყვე ძალიან მოკლედ როგორ მუშაობს რა არის ორგანი რა იმიტომ რომ ორგანი შეიძლება სხვა ბევრი რაღაცა წარმოიდგინო და ფაიფ ორგანი ჩემთვის არის სასწაული ინსტრუმენტი არის რა და გოგა ფოტოსაც თუ გაჩნდა ფაიფ ორგანის ჩვენ გვაქვს კონსერვატორიაში ფაიფ ორგანი ხო და ტექნიკურად როგორ მუშაობს აი რო წარმოგიდგენთ რომ ბევრი სპიკერი რო აიღო ეგეთი რაღაც არის ეგ ფაიფი რა და ყველა ნოტს აქვს თავისი ფაიფ ან კიდე ყველა მას ფაიფ როგორ არის ისა მილი ყველა მილს აქვს თავისი გამხსნელი თუ როგორ თქვა რა და ესა ნოტიც და ამ ნოტს რო აჭერ და ამით ხსნი ეს ფაიფიც აღებს პირს რა რო თქვა ესე მარტივად და ეგ არის სიგიჟე რომ ანუ ეხა კი აკეთებენ რაღაც პატარა ორგანებს და ჰამონდები და რაღაცები ხო არის მაგრამ ეკლესიაში ხო ვრცელდება რა ანუ ყველაფერი რივერბირებულია რაღაცნაირად და ანუ რაღაც სიგიჟეა მაგის და რა და ანუ ზოგადად მიყვარს ბევრი ორგანისტი ბოლო დროს ეს კონტემპორარი მუსიკაშიც ვუსმენდი ვიღაცებს რა აი ქალიმალონე ხო არით აი ძალიან მიყვარს ეგ არტისტი და ერთ-ერთი ისე იყო რა მაქალის მუსიკა ძალიან მიყვარს მაგრამ მე ვიფიქრე რომ ეს დრონ ორგან რაღაცები იმდან ბევრია და საინტერესო მინდოდა რომ სხვანაირი რაღაც მეცა და ის სწრაფი რითმები ორგანით მაგალითად და რასაც ახლა ხელით ვერ დაუკრავ თავისთავად მაგ სოლენოიდებით შეიძლება რომ ძალიან სწრაფი რაღაც დაუკრავს და თან შენს უკრავ ხო თან ფეხებით თქვა ბასს აკეთებ და ფაიფებს შენ წყვეტ რა გახსნა რა არ გახსნა როცა მარტივ ძალიან მაინტერესებს ხო ჩაგიდებ მე ვიდეოს როგორც დაახლოებით აუცილებლად რომ აქაც დავდებთ ან გავუშვებთ ან რაღაცას ვიზავთ და დისემბერს მოხვდებოდი შენ ლაივზე მაგაზე. ჩვენ რეალობაში შეიძლება გაკეთდე ეს ანუ შენ კონსერვატორიაში გვაქვს იმაში კათოლიკურ ეკლესიებში რომელიმეში ჩვენთან არის. გაფუჭებულია ეს კათოლიკურში როგორც მე ვიცი მარტო კონსერვატორიაში. კათოლიკურში არის მაგრამ მგონი ძალიან ბუჭაბული კონსერვატორიაში ერთ ქალთან მქონდა კონტაქტი რომელიც ორგანზე უკრავს ლია ქვია მგონი თუ লিო და იქაც ცოტა ისე არა მიუხედავი ორგანი. კონსერვატორიაში. თან კონსერვატორის დარბაზი რო აი ეკლესიაში რაღაც სხვანაირად ჭღერს რა. ხო. ანუ მაგისტვის არის და მაგაში აშენებული, ხო? მე საერთოდ ეგ მომწონს ეგ კულტურა რო ეს ანუ არავის არ ვახმოვარ თავზე რომ ეკლესიაში ეგ მოსულა რა რომ მუსიკა დაიკრას. იმიტომ რომ რა ვიცი ჩემთვის ღვთაებრივი რაღაც არის ორგანი რო უკრავს სასწაულია რა და საერთოდ ხა რავი ინგლისში ხა ბევრ ეკლესიაში ვარ ნამყოფი კონცერტზეც და რაღაცა სენი აქვს რა სტუდიები და რაღაცები ნიდერლანდებში ხა ფესტივალზე ერთი ლოკაცია მინიმუმს უარი ეკლესია რა აუცილებლად იმიტომ რომ ჯერჯერობით გამოუყენებელია ხშირად და არის უბრალოდ რა და თან პლუს ეს ორგანი იმისთვის არის აშენებული ფაქტობრივად ფუჭდება თუ კი არ იყენებ ამ სივრცეს რა. და ეხა ხო იმიტომ რომ არის ადვილი უფრო ჩემთვის რომ ხა გერმანია, ნიდერლანდები ეს გარშემო უფრო ესეთია ხელმისაწვდომი და შეიძლება რომ შეგიშვან. მაგრამ ხანდახან არ მიშვებენ მე. ეხა მაგალითად უტრეხტში ერთ ეკლესიაში არ შემიშვეს, იმიტომ რომ ორგანისტი არ ვარ და ზოგს ეშინი ამ რობოტებს რო გახუჭდება და რაც გასაგებია ხო. მაგრამ მე ძალიან მიყვარს ცოცხალი ინსტრუმენტები. აი თუ ხვდები რას გულისხმობს, აი როგორც ორგანი, მელოტრონი. იცი როგორ მუშაობს? ეს მელოტრონი? ეს არის იმის თანამედროვე ვერსია რა, ნამდვილი მელოტრონი. არის წარმოიდგინე თითო კლავიშზე მიბმული არის tape loop-ი. ვაიმე ეგ. ანუ შენ რო აჭერ კლავიშს, იქ ირთვება უცებ tape head-ი ედება loop-ზე და წარმოიდგინე ესე ყველა. ხო. ნოტზე არის მიბმული tape-ი რა. და რო გინდა რომ სხვა საუნდი დააყენო tape-ებს იღებ, ხადამონი, მე უკან ყველა tape-ებს აბამრებ და ესე უკრავდნენ რომ პირველი სემპლერი იყო მელოტრონი. ძალიან საინტერესო და ეს არის ნუ უკვე გაციფრულებული ის სემპლები აციფრულები გადმოტანილი ამაში რა გადმოვდგა არა შეერთებული მაგრამ ნუ ხო ხალხმა რო ნახოს რა ეს ის არის აი იმაში Beatles-ის Strawberry Fields არის მაგალითად მელოტრონზე დაკრული და ბევრი რაღაცა რა
ძალიან მიყვარს ეს ინსტრუმენტი. ეს ანალოგია ხო? არა, ეს უკვე ციფრული არის რა. იმიტომ რომ სემპლები არის შიგნით ხო. ოღონდ იმის გადმოტანილი ეს ფირმა ისევ მელოტრონი არის, მაგრამ მე მგონი შვედური არის ეხლა. ადრე პირველი როდის გაკეთდა, არ ვიცი, მაგრამ ხო და არის ეგეთი ინსტრუმენტები რა. ხო, ნუ მე უბრალოდ დაგეგმვართული ეგეთი დიდი ცოცხალი ინსტრუმენტების ხა ორგანიზაცია. იცი რა, ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ, თორე ფორტეპიანოც ძალიან მაგარი ინსტრუმენტია, ცოცხალი, როგორც როუდს პიანო, აი არაფერი რო არ ჭირდა თვითყოფადი, ანუ არაფერში არ უნდა შეაერთო როუდსიც რეალურად ცოცხალი ინსტრუმენტია. იგულავა იოჰანსონმა ჩვენ როუდზე? ო, ჯეჯე იოჰანსონმა დაუკრა იმ დღეს ჩემ როუდს. ხო, ფორტეპიანო დღემდე ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი. პირველი მაგას მიუჯდები და ისეთი რაღაც არის რა. ცოცხალი, ეგრევე პასუხობს თუ რაღაც ეგეთი ინსტრუმენტი. თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად ჩემთვის ეგრე არ არის, იმიტომ რომ შვიდლედი მაქვს დამთავრებული და ძალიან მაწამეს. ხო. და მე გიტარა უკვე ჩემი თავზე ხელში და გიტარა მიყვარს. ისტორია ფორტეპიანოს რა ცუდი რაღაც. ჩვენი თაობის ადამიანები ეგრე გავიარეთ. და ყველამ რაღაცაზე ჩააბარა და მე გამაძალებოდა რა, ხო. და საერთოდ არ მაინტერესებდა ეგ მუსიკა რა. მე არ მაინტერესებდა, ვერ ხვდებოდი საერთოდ, ანუ რაღაც წამებაში ვიყავ. ეხლა კლასიკურ მუსიკას? არა. მე სტიდად არა. გააჩნია. რაღაცა შეიძლება იყოს რაც მომწონს. აი, ეხლა მაგალითად, რამდენად შეიძლება ჩათვალო კლასიკური მუსიკა, მაგრამ ნუ იმ დღეს ვიყავი, მონაწილეც ვიყავი, მაგრამ ცაგარელის კონცერტზე. და ძალიან მაგარი იყო რა. აი, არ ვიცი, ასაკია თუ ამ ძალიან კაი კონცერტი იყო. აი, თელ კონცერტს მოусმინე, აი, დიდი სიამოვნებით რა. ხო. არა, რაღაცებს, მაგრამ მეც უსმენ ხომ მოვიტყვა მეც რომ ვაკვირდები. რაღაცები ძალიან მიყვარს, ასაც უსმენ. არასდროს არ ყოფილა კლასიკური მუსიკა, ეგრე ახლოს აი ყურსასმეში რო ქუჩაში უსმენ. ეგ არ არის რა. არა და მთელი ბავშვობიდან გამოცდილებით წესით უნდა მქონდეს, მაგრამ არა. ხო და უნდა მივცეთ. ვიცით ჰერიოს ამბავი? ეს არის ჰერიო, ხო და რა არის ჰერიო? ეხა მოგიყვებით. მაგისტვის ვართ. ეს არის ჰერიო პირველი ქართული სპიკერი არის, როგორც ვიცი. პირველია თუ არ არის, მაგრამ ქართული სპიკერი არის. ნუ ქართული წარმოების ხო? დიდი ქონდა, მაგრამ არ გვეტეოდა. პირველი ხო ვკითხე, ჩემი ყოფილა. ჰერიოს ესეთი რუბრიკა გვაქვს, ვაცოცხლებთ ჩაკარგულ სიმღერებს რა. სასურველი ქართულს რა. რომელიც რაღაც შენ თვლი რომ უფრო მეცი მსახურებდა. ყურადღების მიღმა და Hidden Gems. აჰა. ხო და თუ გაქვს რამე ესეთი ჩავრთოთ და თან მოусმინოთ თან განვიხილოთ და როგორი ხმა აქ მაინტერესებს. მაგრამ მე რასაც გეტყვი იმას ახლა შეიძლება ხარისხობრივად კაი ხმა არ ქონდეს, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი პრობლემა არის, ზუსტად ეგეთ რაღაცებს დავსდევთ. მე ძალიან მიყვარს კეჭაყმაძის მუსიკა. აბა როგორ მოვძებნო კეჭაყმაძე? კეჭაყმაძე ბევრი შეიძლება, მაგრამ ლაშარის გზაზე მაგალითად. რა? ლაშარის გზაზე. წესით გორის ქალთან გუნდის ახლა ძველი ის უნდა იყოს კადრი. აჰა, всё. მოცეკეთი. მაგათან ხო გაიგეთებია შენ? კი, ოღონდ ახლებთან ეს ძველები არის. უფრო. ძალიან მაგარი კომპოზიტორი. ვიდეო ფოსიგიჯი. სიგიჟე, ბახში. ეს ვიდეოც უნდა დავუდგეთ. მაგარი. აუ, გოგა ეს ვიდეოც დასადებია ხო? ძალიან უცნაური ვიდეოა. მაგარი უხერხული გადაღებულია თონაი. მაგრამ ნაწარმოებია რაღაცა სიგიჟე. ნახე რა მაგარი. ჩემს სამაგისტრო ამას ვასმენდები და ელექტრონიკას უნდა. ხო გიცდი ამის გაკეთება ინსტრუმენტალს. თუ მომცემს ვიღაც ფინანსიანად, მაშინ გამოვიჭრე.
ეგეთ რაღაცა ძალიან მომწონს მე მაშინია ხო. შეცვალე. აუ, რა სიგიჟეა, ის დაუჯერებელი. მუხლი თან საკმაოდ ძველი ვიდეოა ეს, რომელი წელია? 80-იანები იქნება. ხადა ვაფშე. აუ, სიგიჟეა. აუ, ხო, მაკიაჟით იმინა 80-იანი. ან ვაფშე კოსტუმები რა, ან სიგიჟე. ხო, და იმინა 80-იანები ის არის რა, ფილარმონიის ფარდისგან არის შეკერილი ისენი რა, კოსტუმები. ეს როგორ დაადგმევინეს კი არა გააკეთებინეს. აბა, ეხ მაგას ისეთი ავანგარდი. არა, ნუ პრინციპში არაფერი ისეთი ხშირ არის ხო არ არის რაღაც ტექსტუალური, მაგრამ მაინც რომ უნდა თამის გაკეთება. ხო, ძალიან ისეთი საკუთ ისტორია. ამ გორის. მე არ ვიცნობ მაგათ კარგს ხე თანამედროვეობაში დღეს უყურებ ვაკვირდები და ძალიან მომწონს ძალიან. ძალიან მაგრებია. და ვისთან ერთად გაგაკეთებულიო რა თქვენ? აი გორის ქალთან გულთან. ოღონდ უკვე ახალი თაობა აღარ ვიცი ქვია თუ არა, მაგრამ ეხა სხვა არის. სხვა ხალხია. მაგრამ აქედან ერთ-ერთი მგონი არის ისევ ახალ გუნდში ერთ-ერთი ქალი. ყველაზე დაბალი ბასი რომელსაც აქვს. კი ეგრე იყო. და კოლაბებში კიდევ ვისთან რა ბევრთან გაგზა. ხო. ხანდახან პირველ ძალიან ბევრთან. აია რაღაც პონჩი სადღაც მუღამი გაქვს მაგის შენ ანა ხალხში გაცვლის ესე. ხო. ადრე მქონდა პირიქით არა და რაღაც მომენტში რომ გამეხსნა პირიქით. სმენის კოლაბში ხო ხარ ჩემთანაც კიდეც ხო? კი, სმენის კოლაბში ვარ შენთან. და ვი აი უხერხული ხე კითხვა რომ ვისთან იყო ძალიან საინტერესო. გორის ქალთან გუნდთან იყო მაგალითად ძალიან საინტერესო. აი ეგ იყო თამრი კოკორდაი რო აკეთეს პროექტს Close Encounters. მაგის იდეა იყო თავიდან რომ გვემუშავა. მეც გავაკეთე კორძმა კობერა. და ვიდეო მაქსნანა მაგ პროექტზე. ეგ ნაწარმოებიც პირველად იყო რომ ნოტში რაღაც დაუწერეთ რაღაც და ძალიან მაგარი იყო. მაგრებიან თან ანუ მაგის მერე ოღონდ სუეგეთის ჩამრჩა რომ აი გუნდთან მუშაობ ეხლა დღემდე ვმუშაობ გუნდებთან რა სხვა ქვეყანებშიც მაგალითად მაგრამ მე ჩამრჩა ეგრე რომ აი ყველა ეგეთი მაგარია როგორც გორის ქალთა გუნდი და ცოტა ისეთი ისინი მაქვს ხოლმე რა ეხლა ამას დროსაც აკეთებენ პირით და რითმულად არ შეუძლია ყველა ანსამბლს ეგეთი რამის კეთება და თან ელექტრომუსიკაში ხო სუგიზდავს ეგეთი რაღაცა ლუპური რაღაცები და მე რო ხვდები ხო სხვებთან ვწდი ხვდები ხოლმე რომ ბევრს ვითხოვ, იმიტომ რომ თითქოს ადვილი მეჩვენება, იმიტომ რომ ესენი მაგრად აკეთებენ მაგას. ესენი რაც განაკეთები, თუნდაც კოლაბორაციები გვაქვს, ანუ Spotify-ზე ყველაფერი თავმოყრილი, თუ არა? ვიდეოები რაღაცები კი. აი ეს გორის ქალთა გუნდთან არის. ესე ალბომების კოლაბები რაც მაქვს. ანუ რაღაც ნაწილი YouTube-ზე გაქვს, რაღაც ნაწილი ესე. Spotify-ზე უფრო ალბომები ხო და არის ხა ესეთი პროექტები ერთშევედათ რომ თქვა ჩამიწერია. ან მე SoundCloud-ზე ვდებ ხოლმე ან YouTube-ზე ეგრე ვიდეო როცა, იმიტომ რომ შენი არხი არ მომიქექია YouTube-ის. თითქოს არ მაქვს YouTube-ის ეგეთი არხი, ხო? უფრო Spotify-ზე მაქვს მიბმული ყველაფერი. და იქიდან გადავალ ხო? ხო, YouTube-ზე უფრო აი ხო იცი, ქართული გადაცემა რაღაცას დადებს ან ჩვენც ხა არტარიადან რაღაცები დაგვიდია. არტარიას პერიოდში მოგიწია შენს ხო? უკვე რა. მე რეალურად მე მგონი მაქიდან გაგიცანი, იცი? არტარიას ვიდეოებიდან. ნიკას პროექტი იყო, ხო? თუ ვაჟი გაკეთე, ნიკა აკეთებდა. საერთოდ ტუსა. ნიკა ტუსა და Twilight. ტუსა იყო ძალიან მაგარი პროექტი იყო. მასე გავიცანი, რავი, ნახევარი მუსიკოსების. აუ ესე შენ ძალიან კარგად გაგიმართლა მაგაში, რომ თუნდაც CS-ში თუ ბინდაც მერე მან, ხო? ნუ ესეთ რა. იმიტომ რომ აი CS-ში ვარ მუსიკოსი. პლატფორმები შეხვდა ცხოვრებაში. ხო. რო არ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გამმეორდები რამდენად მაგარი არის დამწყები მუსიკოსებისთვის CS-ი. განათლება ერთია, მაგრამ იძენ წრეს და მუსიკოსებს ეგ საჭირო არის. ხო, ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რამე სხვა. რაღაც ტუტორიალს ჩართავ და რაღაცა ისწავლი, მაგრამ ზუსტად. მან ძალიან კაი ხალხია ზოგადად. მუსიკის გაკეთება თუ გინდა ისწავლი რა, ეხლა შენით. და აი ხალხის გაცნობა უკვე რთულია რა. ხო. ან რაღაც თავიდან რო იწყებ ხო ვერაზიარებ და CS-ში ხან ნიკატუსას კურსი ეგეთი იყო რომ გინდა არ გინდა დავალება ქონდა და მე ისმენდა ყველა და სულ რო ძალიან არ გინდოდეს უნდა გააზიარო და მან ცოტა თავდაჯერება გემატება რომ რაღაცას აკეთებ და გისმენს ვიღაც. თორე შეიძლება რომ აკეთო აი რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო ძალიან კაი მუსიკას წერს და შეიძლება არ დაარელიზოს აი მთელი ცხოვრება. ანუ მაგასაც ხო ეგ ცალკე ავადმყოფობაა. ხო, პერფექციონიზმი ალბათ. ხო, რაც არ არის ჯანმრთელი. კარგის პერი უკეთესია, იცი? ეგრეა? ნახე? და კარგის პერი უკეთესია.
ანუ უკეთესი კარგი ვტერი. აი ნახე. კარგს რაღაცას რო გააკეთებ რა, ფიქრობ რომ უკეთესი შემიძლია და იმას ანუ რეალურად ამ ლუპში ჩადიხარ და ვერასდროს ვერ ასრულებ რა. ეგ არის პერფექციონიზმი. ხო, მაგრამ ძალიან მომწონს ეგ გამონათქვამი რა. შეიძლება გამონხილ ცოტა სხვანაირად, მაგრამ იდეა ეგ არის რა. შენი დამოკიდებულებები სად არის კიდეც? მე მგონი ეს იმ 5%-ში არის. არ არსებობს რამე რო არ კონდეს. კი, როგორ არ მაქვს. გვექნება. ალბათ მაქვს. მე ძალიან კომპლექსიანი ვარ. და ეგ მაწუხებს. ვინ არ არის კომპლექსიანი? მაგას რო ამბობენ, ხო იცი, მიგვირს კი არა, ანუ აი ხო შენ შეიძლება განი თავდაცვა რომ ვამბობ მეხმარება რომ შეიძლება მე იცი რომ საერთოდ არ შემინიშნავს ახლა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე რომ შენ ეგეთი ხარ, იმიტომ რომ ჩემთან არ ხარ ეგეთი. ხო, არც ზოგადად კომპლექსები მაქვს, ხო. ხო და მაგრამ რო იძახი მესმის. ხო. რომ რატო შეიძლება? ესე დამოკიდებული რაღაცა ესე კონკრეტულ რამეზე არ ვარ, მაგრამ ხო ეს ცუდი რაღაცა შენში რო ეძიო მაგაზე ალბათ კი. სადღაც დოზირებულად ჯამთელი ეგეც არის ერთ-ერთი სიმპტომი რა. ხო, მაგრამ კარგიც არის ეგ მე სადღაც შემა კომპლექსებმა დამზოგა იმაში, რომ სრულად არავიშვი რაღაცეებში, ანუ გამოხატულებაში შეიძლება არ ყოფილიყო თლათ ისეთ საინტერესო, როგორც ამ ძიებამ მიმაგნებინა ვთქვათ რა. თან ეგ ისეთი რაღაც არის. მოთხოვნილებამ რა. ალღებად არის ეგრე მგონია რა, მე მაგალითად რო დავიწყე თავიდან მუსიკის კეთება, მეგონა რომ ამან გადამარჩინა და რაღაცა აი ყველაფერი დავძლეთ რაღაც აი რაც პრიორიტეტები შეიცვალა თქოს რა, რომ არ მაინტერესებს ამდენ ჭკვიანი ვარ, როგორ გამოვიყურებ ეს შემდეგ და ეს არის მთავარი. მაგრამ მაგან რაღაცის მერე ისევ გადაიარა. ანუ ვეღარ მიშველა მუსიკა იმიტომ რომ ცოტა ჩართავ ჩემი ლექტორობას. ხო. იმიტომ რომ გარე ფაქტორი არ უნდა იყოს დამხმარე რა. გადამრჩენელი, ანუ გარე ფაქტორი ვერ იქნება რა. შიგნით უნდა მოხდეს ეს ცვლილება, თორე ის გარე ყოველთვის გაუფერულდება, გაქრება, შენ კონტროლის ქვეშ არ არის ყოველთვის, არასდროს ხო ხდები რა და ან ადამიანი რო გაბედნიერებს, ეგეც დროებითი დამოჩვენებითია. აქ უნდა დაალაგდეს მე მეგონა რომ ეს მუსიკა შიგნიდან დამეხმარა, მაგრამ რაღაც ამდენიმე წლის მერე თითქოს ეუფორი რო გადადის. ანუ ისევ ძალიან მიყვარს და არაფერი არ გადამცვლია როგორც სიყვარული მუსიკის, მაგრამ მაგაში ვეღარ, ანუ თერაპია, ეგეთი თერაპია ხმარებები გჭირდება ახლა უკვე. ხო, მაგრამ მუსიკა ვიცი. ძალიან თერაპია, ხო. ისე ხმარობ თერაპიებს, რამე ფორმით, მუსიკა. აი მუსიკის ალბათ, ხო. ისეც ჩარებიც. ჯერ არა, მაგრამ მიფიქრია ხოლმე. რაღაც ტაბზე თუ გავჭედე. იცი რა, მე რაღაცნაირად მაგას პროპაგანდირებ, რომ ყველას გჭირდება. მივალთ ყველას. ხო, მივალთ რაღაც დროში. ხელად ვეკიდები მაგ საკითხს. ესე თემებზე რო ლაპარაკობთ, ეხლა პატარებთან ხშირად ლაპარაკობ, ჩემთვის რაც ძალიან მტკივნეული და სენსიტიური იყო, ჩემი ასაკი 20-დან 27 წლამდე იყო, ნუ გაუნადგურდი, ძალიან რთულად გავიარე და რაც ხშირად ვახსენებთ მაგას, მიტად უფრო ისინი კარგად მოკლედ იმას პოულობენ, იგებენ როგორც მინიმუმ, რომ ეს პრობლემა არის მაგ პერიოდში და ის რაც ჭირთ, მარტო მაგათ არ ჭირთ და ანუ კაკრას ეგრო პრობლემა არ არის იმას გულისხმობ, რომ ყველას ჭირს რაღაცა რა. ხო, ეგ არის გასააზრებელი, რომ ჩვენი ადამიანებს, რომ საერთოდ ჯგუფური თერაპია რატო არის მაგარი? იმიტომ რომ ადამიანებს გონია რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, ჩვენ გვჭირს ყველაფერი უბედურება და ჯგუფურში მე იგებ რომ ტიპი ზუსტად იგივეს ლაპარაკობს რაც შენ გჭირს და გონია რომ ბევრჯერ მე ყოფილ ვარ რა არაერთხელ და ვიღაცებს მოუყოლია ჩემს რომ პირველად რომ მოვედიო, სხვები რომ აზიარებდნენო თავის პრობლემებსო. მეგონაო რომ ჩემზე იცოდნენ ყველაფერიო და სპეციალურად ჩემ პრობლემებს აზიარებდნენო რა. ხტები? ზუსტად. და მე ხტები რომ ანუ ეგ არის უბრალოდ human condition ქვია რა. ადამიანი არის ესე საყოველთაო არევა. მისმინე შენ აი თლათ ეხლა გადიხარ მაგას და გაიარე თლათ ახლა ხან სიხარა სირთულებს ვაპარაკობდი და როგორ? რა სირთულები გავიგე? შენ ახლა რამდენის ხარ? 28-ის. ვაიმე. გამარჯობა შენი კი. ხო და ანუ აი ეგ ზუსტად ეხლა შირასაც იძახი რომ ის უხერხულობები და კომპლექსები რაც მაქსო არის ძირითად შემთხვევაში აქიდან გამოწვეული. ეხლა აი ტრანსფორმაცია twin-ში რაც მიდის და გადაფასება რაღაცეების. ეს გინდა არ გინდა ბევრი კითხვის ნიშნავს
ნიშანს გვაძლევს, რაც გუნავს რეალურად. რო გვეყალბება რაღაცები, არ მოგწონს ისე როგორც რაღაცა გვეგონა 5 წლის წინ, ოკეი. ხო და შენ როგორ გაიარე ეგ რაღაცნაირი დრამა ქვია მაგას ჩემთვის. ჩემი ცხოვრების დრამა იყო ეგ. შემდგომში კარგად გავიარე. ეხა უბრალოდ ის მაქვს, რომ ანუ მიჩვეული ვიყავი, რომ აი თქვათ რაღაც მერიდება, ან მაგ-კომპლექსებს ასე შემდეგ, მაგრამ ეხა თითქოს ეგ განცდა მაქვს, რომ გავიზარდე და ეგრე ვუყურებ, რომ აღარ მიხდება რა ეს მორიდება უკვე და აღარც ეგეთი უაზრო კომპლექსი რა. სადღაც მაგასაც გადალახავ. ხო და რო არ თქვა არ გეტყობა. ხო. მაგასაც გადალახავ, რომ ეგ უხერხული არ არის, რომც ვერ მოიხსნა. თუ მოიხსნი, ხომ რაღაცა სხვა მხრივ კიდე კარგი, ანუ საბოლოო ჯამში ასაკთან ერთად ვსწავლობთ ჩვენი თავის მიღებას. რომ აი ის უხერხული ჩვენი ნაწილები, ის რაღაცა გვეგონა რომ მიუღებელი შეიძლება ვიღაც ყველაფერი მისაღები ხდება რაღაც ეტაპზე რა. ხო. მე მგონი შემდეგ და რაც მეტად მაგას ვიღებთ, მით მეტად უფრო ვიხსნებით კიდე რა. მე მგონი შემდეგ ეპიზოდზე უნდა ჩავრთოთ კონდიციონერი დამცხო. მე ვიძახი წინაზეც დამცხელოდა. ჩვენ გადავდივართ ახალ სტუდიაში. ეხლა ამას მიმართავ ხალხს. გადავდივართ ახალ სტუდიაში და კონდიციონერი გჭირდება და კონდიციონერის ფირმა გვინდა რამე და რეკლამას გაგიკეთებთ რა. აუ ისე მართლა. ხო რა. კაი ის არის, კაი დროსია ხა ამ გამო. მედი რა. სამ ეპიზოდის წინ უნდა გვეთქვა. არა. ეს ქართულია? კიდე ქართულია რა, გორენია. არ ვიცი. ქართულია. აზერო რა. არა, ქართული არა. ვიღაცას უკეთებთ რეკლამას უფასო სამხედრო. არა, ეგრე რა. გიბსონსაც უკეთებთ და ჯუნოს და არა, ისე ხო ძალიან. კიდე ერთხელ ხაზგასმით ჭირდება კონდიციონერი, რაშიც შეგვიძლია გახსენოთ რამოდენიმეჯერ გაგაჟღეროთ რამოდენიმე ეპიზოდი და დაგვეხმარეთ ერთმანეთს დავეხმარეთ. დღეს მე და გოგა მთელი დღე ახალ სტუდიაში მუშაობდით. იატაკი დავაგეთ. ხო, კაი. მაგირები დავდგით. იდენტურ სტუდიას ვაკეთებთ, ხო იცი? ხო. ოღონდ უფრო დიდი იქნება? არა. ზუსტად ესეთი. სტოქტონში კი არ ვარ ნამყოფი. სტოქტონში ვაკეთებთ. დიდია ხო ზოგადად? ბევრი სხვადასხვა ოთახია. ბევრი ოთახია. მოუყვა სტოქტონი. სტავ ლაივზე ხარ ნაკონსა ინვაიტზე ხარ. ანუ ვერ მომახერხებ ვერასდროს თორე ეს ვიდეოები არ ვიცი. არა. ვერასდროს ვერ გავუწყე თითქოს სტოქტონში არ. ქვემოთ ხო. ხო და ქვევით გვაქვს არეპეტიციო. ხო. და ხანდახან ვაკეთებთ ესეთ secret gig-ებს, სადაც ხალხი მოდის. დაპატიჟებული ყოფილა. ბარიც გვაქვს. ზედა სართულზე არის open air-ის ოფისი. იქით გვაქვს პინგ-პონგის სივრცე, ეზო გვაქვს. მეორე სართულზე არის სტოქტონის ოფისი, ზმუკის ახალი სტუდია, ჯერ არ მოწყობილი. და სპონსორდა. აუ არა. არის ოთახია ისეთი. ჩვენ ისე გავხურდით. რომ იმ დღეს მე და გოგა ვბაზრობდით, რომ მანსარდა ხო არ გავაკეთოთ, იმას იფსო კარტონით თქო. მწვალება რატო? არ ვიცი, მაგრამ დაჟე ესეთი ის გავაკარით, რა ქვია. მაგრამ ეს რაღაცა აი ამ სიმკვდროს კი იძლევა ისე. სპალერი გავაკარით ესეთი. სახლი. ხო, მოუყვე როგორ ვისვალეთ. რაღაც ნაწილი ვიპოვეთ ესეთი შპალერის, რა გავაკარით და ნაწილი დაგვაკლა და რაღაც კომპანია ვიპოვეთ, ვინც შპალერებს ბეჭდავს. და დაუბეჭდეთ ნაწილი. და ნუ მოკლედ, მაგრამ ჩალიჩებთ. კაია. სახლი. ესე ბიზნეს გავიკეთეთ. ჩვენ ვიждეთ ხოლმე მართლა. და ბოლო სართულზე ჩვენი ცხოვრობს. ვაჟბატონი ცხოვრობს. ვაჟბატონი კოკა პრემიერი სტოქტონის პრეზიდენტი. ძალიან საყვარელი, ვინმე ხო ვერ მოგცემ ჩევას ამ ცხენკაცს და იმ ჭაბუქს რა ისქნათ რა ქვია. სახელებსაც სახელებს არა შეღებო. ვინმე რომ შეფეროს. აი ხემ რა შეფეროთ ხო? ხო, იმიტომ რომ დიდი ხანია ესე დგას უკვე და თქვენ თვითონ შეფეროთ. ვინმე ისეთი არტისტი გვინდა, ჩვენც რომ ესთეტურად დავამთხვეთ. ანკას რო ვიხარავს? ხო და ანკას. ანკა? სეინტ ანკა. რა გვარი? ბოჭორიშვილი ანკა. სეინტ ანკათი ვიხდი. ხალხს რო ინსტაგრამის სახელებით ვცნობ უკვე. ხო, მართლა. ნამდვილი სახელები მოეწოდება ხოლმე. ინსტაგრამში შევ მაგას. აი მას მე მაგ არავის სახელი არ. სოფი კოგურმაძე ტინდრა ესე ვიძახი და უცებ მოეწოდება რა ქვია.
ხშირად ვისაც ვნახულობ, კაი მიწევს სახელით მიმართვა, მაგრამ ვიღაცები დიდი ხანი რა ყავს ნანახის, ხანდახან მე მეთქი რას ეძახი, შემსახელი ქვია. შენს ქვია. შენ რა ქვია? ჰალფი. ჩემი პირველი ალბომის სახელი, ხო? მაინც არა, Instagram-ს დაგაფოლო. ვინმეს მოუმართა? მე დაგაფოლოვე. ხო და მე ვერ მივხვდი ესე იგი რომ შენ ხარ და არ დაგაფოლო. ჰალფით მოუმართავს ვინმეს? ადრესია მეძახდა ხომ ჩემი ჰალფიკო. following. გონ დავამატეთ ერთმანეთს. ხო, всё. მე ხარ ვარ. მე ერთ პერიოდი მოხდა ისე რომ არ ვიცი, ჩემთან არია რაღაცა მისტამ და პირდაპირ notification-ებში კი არ მოდის ვინმე რომ ემატება აგდებს request-ებში. ხო. და იქ თუ არ შევედი ხოლმე შეიძლება ვიღაცები თვეები ჩვენ სმუკი აფოლოებს მარტო სტუმრებს. ვინც ეხა რო გავა შენი ეპიზოდი იმ დღიდან მერე დაგაფოლოვებთ. და შედის და ვიღაცებს აფოლოვებს ბიჭო და მე ჩემ შლით. არა ეს წამს ვაფოლოვებ შემთხვევით მაქვს ორივე პროფილი რო გაქვს შემთხვევით ხან იმას აჭირ ხამას და გავიწყდება რომ იმას კაც შემთხვევით არ გვემართება. ორჯერ მოხდა სულ და მეტი რა მინდა. დავაჭირე ვიღაცებს. და ამან წაშალა ვაფშე. ეს ვაფშე წასვლა კიდე ცალკე უხერხულობა. ვაფშე წაშალს unfollow გავუკეთე, ვაფშე წავშალე რა. ანუ unfollow ხოს. Instagram-იდან წაშალა. აბა რა უნდა გამეკეთო მე. ნახევრად რო გააჯმევინო. მე ეგეთები არ ვიცი. აბლოკვა? არა, არ არის ისე რომ რაღაც follow back-ში დატოვო. არ ვიცი. კურიოზი? კურიოზ ხარ გაიხსენებ. მე ზიზღება და ხანდახან დაჟე ვიღაცებს რო უნებდი ხოლმე მაინც ვიძაბები რომ აუ რამე ხო არ იმღერებ. და ცოტა მე ეგრევე ის მე ერორი მაქვს. აუ გვიმღერე რა. დიდად არ უმღერე. მე ის მაქვს ხოლმე. დავიწყეთ და სიმღერა ხო იცი? გახსნა, გაიხსნა. ეხა რობერტთან ალბომში ცოტა გამეხსნა ხმა. ხომ არა ეს ლაივში? ანუ ეს ტექსტით არა ცოტა უფრო ეს. ღირინით. და ლაივში? ლაივშიც ვიმღერე, ოღონდ ძალიან მინერვული რა ყოფილა ეს ისა. ანუ ეხა გუნდთან მიმღერია ხოლმე, მაგრამ ცალკე სხვა ის არის. აი ნერვები რო ეგრევე ხმაზე მოქმედებს, მე არ გამომიცდი იქამდე ეგ რა. მეთქი რა კაია რო არ მომღერი, მე რო ვფიქრობდი, იმიტომ რომ ეგ ძალიან ის არის. თუ ჩაგეკეტა ხმამ. ხო და მაგიტო უნდა გამღერდე. მაგიტომ ბიბი ჩაარსებობს მაგისთვის, რომელსაც ო ია რომ მაგას. მაგაიქცია. ან ჩაწერა ვოკალის ძალიან მიყვარს და მე იმის დაჭრა და რაღაცების კეთება მაგით ხო. მაგრამ უკვე ხალხში ხო ცოტა რთული. ეხლა უნდა ვიმღერო მალე და უნდა მოვემზადო მაგით. ერთი უფროსების კურსი გახსნას რა ყველანი რომ მივიდე. ყველანი ერთად ვიმღერო, გუნდად გვასწავლოს გუნდს. ხო და ქალი არტისტები. ბევრი რო ხართ და ძალიან სასიხარულოა. ხო, ადრე ეხა რეალურად რო დავიწყეთ აკავრობის კეთება. უცბად ეგეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ 90-იანების პერიოდის ქალი შემსრულებლები ანუ ამ აქეთ ცოტა ალტერნატიულ მიმართულებაში ძალიან პრობლემა. ანუ აღმოჩნდა რომ ძალიან ცოტა თითქმის არის. და ხშირად საყვედურები ქონა რომ რატო არ ვეძახით. ხო, მაგრამ როგორ დავძახო თუ არ არის. ხო და ანუ ეგ იყო ხა მაგას ხო ვერ აუხსნი მე რა ის ის ხა მიყოლებით სამკალბად. ეხა აქეთ მუსიკაში უკვე 2000-იანების მერე 2005-10-ის მერე უკვე ანუ ძალიან გახსნა. ძალიან გახსნა. მაგრამ ეხა მე უნდა ვცხოვრ შორის ბოლოს ჩემი აგენტი რომ ან კოლაბორაცია რაც მქონდა ხოლმე ბოლო დროს, აი მაგალითად დანიელთან ედიკაშვილთან დრამერთან, ან რობერტთან ეხა ალბომზე რომ მუშაობ და რაღაც ეგეთები რა, მაინც მეუბნებოდა რომ ეხა უნდა ვიპოვნოთო ვინმე ქალიო, იმიტომ რომ ბოლო დროს ეს დუოში რაღაც მქონდა, მაინც სულ ანუ მაგით კი არაფერს ვარჩევ და არც ვაპირებ რომ ავარჩიო, რა მნიშვნელობა აქვს რა, მთავარია მუსიკალურად უკავშირდება. მაგრამ მაგას ხვდები რომ ცოტა მაინც რა კოლაბორაცია ასე ქალებს შორისაც. ხო. და რატომ? მაინც ალბათ რაოდენობრივი ამბავია, არ ვიცი. ხო, მაგრამ დღეს ხო აღარ არის თქო თლათ ეგეთი. ხო, არა, ხო, ანუ ხა საქართველოში ბევრი პროდიუსერია უკვე გოგო და ბევრი კოლაბორაციაც არის. მაგრამ აი ხა მეც რო ვიხსენებ ფესტივალებზე, სადაც მივხვდეთ რომ ფესტივალები მაქსიმალურად ცდილობენ უკვე რომ რაღაც დაიცვანეს, რაღაც ხანდახან ძალით დაიცვანეს პროცენტულობა და რაღაცები. მაინც მასობრივად უფრო ეხლა რო ვაკვირდებით მაგას ცოტა ხელოვნურად კეთდება მაინც ეგრე გამოდის? ანუ ბუნებრივად ჯერ არ დაждდა? მე მგონია რომ ეხლა მაგალითად მომხმარემ ტრენერი რო ვახსენთ, ცოტა ის ქონდათ სტანდარტი რა. რო აი პროცენტულად დავსვათ. ეგ მე აისახება ხანდახან საერთო ქვეყნიდან ხარ მაგაზეთს. ქალი ხარ თუ არა,
ან პოლიტიკასაც იქცევა სადღაც. სქესი და ასე შემდეგ. ანუ თითქოს ყველა ცდილობს, რომ რაღაცა მრავალფეროვნად. ალბათ რაღაც პერიოდი დაჭირდება ეგრე და მე თვითონ დაბალანსდება. ალბათ ხო. მე ანუ ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე მაგას, სიმართლე რომ გითხრა რა. მოდი არ ვფიქროთ არ ჩვენ. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ხანდახან იმაში გადადის ხოლმე რაღაც სადმეტი მაშინ. ეხლა ამ ეტაპზე მეც დამეზარა მაგაში ჩაყვინო ძალიან. თან დღეს შენც კარგი სახე გაქვს ცალი. ბიჭო, მე დილიდან ჯერ რეპეტიცია მქონდა, მერე ვიშრობ. მეც მოვასწარი ბორიელი და მე ვარჯიში მოსვლამდე და რაღაცნაირად. ნოხი გავაკარით მე და გოგამ. აქაც მოაწესრიგეთ. ზუსტად იგივენაირი ნოხი. მე მინდა რომ რემონტზე ვილაპარაკო, ის მაგან აღტოვანებული ვარ ჩემი თავით. შენ დღის ამბავი ეგ იყო. აუ ამათ მახო ჯაფა ჩადეს და მე თან ხას უსვამენ რომ შენ არ დაეხმარ. კი, მესამეჯერ. ერთ. მე ჩემი დილის საქმე მქონდა, მე ვარჯიში მაგ წმინდა მე რომელსაც როგორც ამას აქვს ენეი და აღარ დაკისრდი. რაღაც იმაზე გამოხვედი ხო fashion shows. თუ იგონებ ახლა. იგონებ. შემხვდა რაღაც ფოტოს ის ქოს. ხო? არა? გოდერას რაღაც ჩიოდი მაგას. გოდერას შოუს. გოდერას და ვიღაც შევანაუდი, მეთქი რატო არ მეძახი ჩი. ისე შენ რატო არ გამა მახსოვდა ესე იგი რომ გოდერას მის გამოხვედი. ჩავთვალე რომ მანდ იყო. მაგრამ მომინდა. საცულების კოლექციაში შენ უნდა იყოს სულ გავატასე. შემდეგში მოგმართავთ დიზაინერებს რომ შინაური დიზაინერები აგერ ვარ მოდელი აგერ გაიხადე ტანზე მეცი ეგ შენი სურვილებით სავსე გული ლადუკ მოგწონს თქვენთან უყურე ლადოს მართლა მაგრამ გამეყვა ხო ნეტარატო კი ძალიან მომწონს როგორ არ მომწონს მე განსაკუთრებულად მიყვარს ის ძველი ჩანაწერები რაც არის მაგისი აი ძალიან გენიალურია კი აი არ ვი თავის იმ ცუდი ჟღერადობი და იმ ცუდი ხარისხი თქონდა ცუდი ჟღერადობა მანდ დიდი ფაქტორი ვაიმე სასწაულია და მაგასაც ხვდები ეგო რატომ მოდის და საიდან და მესმის როც რთული არის მე მესმის ყველაფერი იმისიც და აქეთ ხალხისაც ხო მაგრამ ნუ ეგრე არის რა მოხიც რაღაცნაირ მოუწესრიგებელ სახელმწიფოებში ეგ განცდები ეუფლებათ ადამიანებს დაუფასებლობის და ისე ეგეთი რაღაცის გჯერათ მე აი არასდროს არ მქონია ეგრე რა არტისტი მოგწონს ძალიან მუსიკალურად შემოქმედებითად და შინაგანად არა რა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე თითქმის არ მაქვს ეგეთის. რა? ეგრევე მეშლება რაღაც. გეშლება? იცი რა, აი ხა მე ძირითადად მაინც გვიან აღმოვაჩინე ვიღაცეებზე რაღაცეები თქვათ, მაგალითად რა ქვია. ხო, ეგ ხო. სმიცის ვინ არის? მორისი ეს. ხო, მორისი საშინელი ადამიანია, მაგრამ სმიცი ძალიან მომწონს. და მე აი რაღაცნაირად ანუ გვიან მოხდა და ანუ ეხა აღარ მაქვს უკვე რაღაცნაირად უკვე გამჯდარი მაქვს ის სიყვარული და ეხა ვეღარ ვიცი. ხო, მაგრამ იცი რა არის, ვინც ძალიან ვისი მუსიკაც ძალიან მიყვარს. ჩვენ ხო რეალურად ეხა რაღაცა ზღაპარს ვკითხულობთ, ხა რეალურად როგორი ადამიანია, ეგ არ ვიცით რა თუ არ გავიცანით, ხო და მე მაინც ვცდილობ რომ აი რაღაცა ჩემ თავში ამ რომანტიკას პოულობ და ულამაზებ ცხოვრებას და ხა მაგალითად ჯონ ლენონი რა ჩემთვის პირველი მუსიკოსია მაგრამ ესე რომ ხა შრალად რომ რაღაცებს საშინელი ადამიანი იყო რა მაგრამ ჩემთვის მაგარი იყო იმიტომ რომ რაღაცებს ნიღბავ და რაღაცებს ვალამაზებ რა პრინციპში ხო ყველაზე ყველაფერი ყველა ადამიანი ესე შენ როგორც გინდა ისე შერაცხავ იმ ადამიანს რა ჩვენი პერიოდი ვაფშე არ არსებობდა ადამიანების ეგეთი ბიოგრაფია რომ ჩავწიებოდით და მე კიდე აი ბიოგრაფიებში ხო ის არის რაღაცნაირად შეიძლება კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყოს რაღაც ფაქტი და რაღაც რეალურად ის არის რა მონაკვეთები და ყველას გვაქვს ეგეთი სასირცხვილო მონაკვეთები რა მართალი ასე რომ მაგრამ მაინც მე ის მაქვს ხოლმე რომ აი ცუდი ტიპია, მაგრამ გენიოსია თუ რაღაცა, მაგას ვერ ვიგებ ხოლმე რა. ხო, ანუ რო იგებ რომ ცუდია, მაგალითად კანიე. კანიეს ისაც რომ გიждდებოდი არასდროს, მაგრამ კანიეს რა ჭირს ის აი, იცი კანიეს რა ჭირს? რატოა ეგეთი? აშლილობა. ვაფშე რა ვიცი. აშლილობა, ხო ალბათ. ალბათ ხო, რავი. რა ეგეთი უხერხული ადამიანი მე მგონი არ არსებობს. ძალიან უხერხული. ნუ არსებობს და ვიცი. ეს გამოჩნდა. კარგი პროდიუსერია მაინც. საკმაოდ ხო. ხო, საშინელი, აი.
ყველა ნაბიჯი უხერხული რო იყო, ეხლა მე რაც შემხედრე, რაც არ შემხედრია, კიდე რა ხდება კაცმა არ იცის. ხო და ადრე რო ვარქმევდით, რომ ადამიანი ცუდი ადამიანი არის და კატასტროფულად გამოიხატება რაღაცეებში არის, რაღაცა აშლილობებში არის ადამიანი და დისორდერებში ზის. თან სანამ არ გაიცნობ ადამიანს, არანაირი აზრი არ აქვს, არაფერს წაკითხვას, ნახვას და მოსმენას. ანიაზე შეიძლება ვთქვათ, რომ გამაღლებული. აი, იცი, კაცო, რო ჩამოვა, აი, გაიცანი და. მიდიხარ. აი ამ ცხენს გაუშვებ, რო ჩამოვა. თუ გინდა შეგვსვავ გაგაჩერე. მე არ მინდა კანია. არა, ვაფშე კონტექსტშიც არ გვინდა კანიე, რა კონტექსტშიც ახლა მოიქცა ტიპი აქ ჩვენთან. რაღაც რისპონსი ხდება ეგ. კანიე. რისპონსიც ხდება მაგის ჩამოვანა. კატასტროფა არის, ბავშვებს სჭირდებათ და ეს ამ დროს 10 მაქს იღებს, რაც იმათ სჭირდებათ. ხო. ნუ ხო, ყველაფერს ხო თავისი ის აქვს. კი. თორე შეიძლება სხვა რეალობაში მეც წავსულიყავი და მომისმინე. მე არა. არა, არ გაინტერესებს. არანაირად არ. ანუ ეგ დიდათ მეც არა, მაგრამ ვიღაც რო დავეპატიჟებინე დავიდოდი მაინც ეგრე. კანიაზე მესტიად არ წავიდე. ის გარეშე რა ქვია. ვინ ყავს ეგრე საყვარელი? წავიდოდი? ჟივით რო წახვიდანი, ხო? ო, ძალიან ბევრი. ნუ? ვიღაცებია რომ საერთოდ არ გაქვთ ლაივი და წავიდოდი სიამოვნებით, მაგრამ ბორძოვკანა და მიყვარს ალბათ ყველაზე მეტად. საერთოდ მაგათი მუსიკა. და ეხა ხო გამოდის ახალი ალბომი. და ხო ის გულში ვაქ რო იქნებ, ეხლა, მაგრამ არასოს არ უკრავენ ლაივს და ალბათ არ იქნებათ. რა უცნაური არის. აი ეგეც მიყვარს რო ეგრე არის რა. ალბათ გაფუჭდება რაღაც ეგრე მოხდეს, მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიდოდი. ბრამხელები დიდები. ძალიან. არა, ძალიან დიდები, ალბათ 60-ების. 50-60-ების. ნუ აი მათი თაობა ვიღაცების, სპრინგმანების და მაგათი ალბათ. ალბათ ხო. აფექსების და რაღაცების. აფექს 60-ის იქნება უკვე. არ იქნება? მგონი იქნება. აფექსის ლაივზე ვიყავი. მართლა? აი ეგეთი ემოცია მგონი არაფერს არ დაუტოვებია. ძალიან. გაზი მეც წავიდოდი დიდისია. ძალიან მაგარი იყო. ეგეთი საუნდი ზოგადად არ გამიგია არსად. სად იყო კონცერტი? ტურინში. აი ძალიან кайფ ფესტივალი. სიტოს და მან უკრავდა. რამე არ გიწევს ახლა ფესტივალებით? ეხა Fiber ფესტივალი არის, სადაც ამორღანის იმას უკრავ. და კიდე ფესტივალებზე უკრავ ეხა ლაიფციგში. კიდე უკრავ კოლნში. დაგაწევთ ეხა იმას აქიდან. ქართულ მაყურებელს რო გამოყვნენ. მალევია ეგენ ძალიან ეხლა რომ მივიდიო. ისე მაგას შენ ვეღარ დაინახავ, იქ ვინ მოდის და ვინ გისმენს რეალურად. საათ. ანუ აქაურობა თუ გისმენს. იქ რო უკრავ სადღაცა სხვა ქვეყანაში, ხა შენ ხო იქ სადღაც გიხარ, იქ კაცმა არის ის ვინ არის დარბაზში. თუ ვიგებთ ხოლმე მაინც. გააჩნია რა, ლაივს და სულ ვიღაცას პოულობ ხოლმე, ვინც ხვდები რომ ისმენს და. მე კონტაქტში ჩემოდიან ხოლმე ვიღაცები. თან მე რაღაცნაირის მაგ ლაივის მე ზოგადად დამოკიდებული ვარ. რა. ვიხსნები ხოლმე ძალიან. ანუ იქამდე თუ მოჭიმული ვარ, ვიხსნები და რაც უცნაურია უცხო მაყურებელთან. საქართველოში არ არის უცნაური, მაგრამ ხა ჰოლანდიასთან, გერმანიასთან მე ვიცი რომ აი ადამიანი რომ მოდის, რო არ ვიცი რა უთხრა ვეხუტები და ხალხი ცოტა. ანუ ეს კონკრეტულად ვეხუტება. მაგრამ აი სიტყვას ეგრე გამოვხატავ და არ ვიცი ხოლმე რა ვქნა და მე რო ხვდები რომ ცოტა დისტანციის ისაკ ხალხს. კი უნდა ქაურებს ექნებათ მეტად ჩვენთან სადა პირიქით ჩვენთან რა უნდა რაღაც გამომკითხონ მე ეგრევე. ჩახუტებას გადა. ამშვიდებს არა всё. კარგად იყო. ძალიან საყვარელი იყო თქვენთან ლაპარაკი, ჩემო კარგო. ძალიან და შენ წყალს დავლევ. ვიათ სასია მოვა. პირიქით. ძალიან კარგი იყო. ძალიან შვიდი. კი. ლევანდელი. ვარ დაგვეძინა. კი არა, მეც ძალიან მადლობა რომ 7 ყოფილიყავი. კი არა და მინდოდა დაღლილი რაღაცნაირი. ხო. მე ხო ეხა ექშენს ვერ შემოვიტანდი. აი მე დედა. დიდი მადლობა. როცნით გეხვევით. მადლობა პირიქით.